მოგესალმებით მეგობრებო, საქართველოს უნივერსიტეტის მორიგი პოდკასტი და მორიგი ეპიზოდი ისევ იწყება. დღეს ჩემი სტუმარი არის გია ჯაფარიძე. მოგესალმები გია პირველ რიგში, როგორ ახარ, რა ხდება შენსკენ და წინასწარ უბრალოდ სანამ უპასუხებ, ვიტყვი რომ რო არ დამავიწყეს. რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, აშიაროთ და ასე შემდეგ. აბა გია როგორ ახარ, რა ხდება შენსკენ და რა შვებ. მეც მოგესალმებით, ილო მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ ესე იგი შენს დაუკავშირე, შენი დღევანდელი, ამჟამინდელი საქმიანობა რაღაცა ნაწილი მაინც და შენი ცხოვრების რაღაცა ნაწილი დღეს უკავშირდება საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც პრინციპში ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში და საერთაშორისო რეიტინგებით კიდე რეგიონში პირველია კერძო უნივერსიტეტებს შორის და ეს მართლა ძალიან მიხარია. როგორ ავარ, რა ვიცი, ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ ვეგუებით, მედგრად ვართ, მხნედ ვართ და დანარჩენი კიდევ ხა ბევრი რაღაცა კიდე იმაზეა, ხო, დამოკიდებული. შენ როგორ გინდა რომ იყო, ამაზეც არის ბევრი რამე დამოკიდებული, მე ჯერა რომ ბედისწერას ადამიანი თვითონაც ჭეც, შეიძლება გარემოებები მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ ადამიანზეც ბევრი რამე არის დამოკიდებული. ახლა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი უკავშირდება საქართველოს უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტში მუშაობას, სწავლებას და რა ვიცი, მეცნიერებას და პედაგოგიკას. როგორია ესე პედაგოგიკა? შენ რამდენად კომფორტულად ცნობ ამ ამპლუაში თავს? პედაგოგიკა არის, მე მგონია რომ პედაგოგიკა არის ყველაზე უფრო რთული ამბავი. ის თუ იცი შვილი როგორ გაზარდო, ჩათვალე რომ მაშინ ყველაფერი იცი. მე მგონი ყველაზე რთული საქმე არის შვილის გაზრდა, ამას მე კი არ ვამბობ მარტო ასე ძველი ბერძნებიც ამას ამბობდნენ და ძველი ბერძნული სიბრძნეა, ასე ვთქვათ, პირველად ბერძნებმა აღმოაჩინეს ეს მომენტ. პედაგოგიკაც ბერძნული სიტყვა ბავშვების თუ ყრმათა გაძღოლას ნიშნავს, ხო, პედი და აგოზმნა, ხო? ხო და ახლა ესე გამოვიდა რომ საკმაოდ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ამ სფეროში ვარ, როცა მე კლასიკურ ფილოლოგიას ვსწავლობდი ადრე, ნასწავლი მაქვს უფრო სწორად და შენს კლასიკურ მართლა? ხო, მე კლასიკურ ფილოლოგიების კავკასიური, მაგრამ ნუ მაინც. კი ბატონო. ხო, შენის რაღაცა ბექგრაუნდები მახსოვს, ჩერქეზული ამბები, კი ბატონო. ჩემი უფრო ეს კლასიკური ფილოლოგია, უფრო ეს ბექგრაუნდია და მერეც ესე იგი რაღაცა კერძო გაკვეთილები მქონდა, მაშინ ცუდი დრო იყო და ახლა იმ ხელფასზე, რასაც უნივერსიტეტში გადაიხდიდნენ, ცხოვრება არ იყო შესაძლებელი და კერძო გაკვეთილები ესე 4-5 მოსწავლე სულ მყავდა ეს კერძო გაკვეთილები, როგორც დღეს მაშინაც ეს არსებობდა და ანუ რაღაცნაირად ეს პრაქტიკა დაგროვდა და მერეც ახლა უკვე როცა რაღაცა საელჩოებში მუშაობდი და სხვა რამით ვიყავი დაკავებული, ხა მერეც საკვირაო სკოლა მქონდა მაგალითად ათენში და იქაც ახლა კვირაში ერთხელ რაღაცა გამოდიოდა და ანუ რაღაც თუ შეხება სულ მქონდა ახალგაზრდებთან ძირითადად და სწავლებასთან და არ ხა მე ვერ ვიტყვი რომ ხა კარგად ყველაზე კარგად გამომდის, მაგრამ მე მგონი ცუდათაც არ გამომდის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ახლა ამდენი წელი ამას ვაკეთებ და სტუდენტებში უფრო მეგობრები მყავს. ვიდრე ვთქვათ სტუდენტები, რომლებიც არის ჩაიჭნენ ეთყობა და მე მაინც და მაინც შეიძლება გულზე არ ხატები, ხო, ყველას, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა ადვილი საქმე, ერთია ვთქვათ რა იცი და რა გამოცდილება გაქვს დაგროვილი და მეორე არის რამდენად გაქვს უნარი რომ ეს გადაცე შემდეგ იმ ახალგაზრდებს ვისაც ასწავლი, ხო? მე ძირითადად ამას ვაკეთებ, ხო, თუმცა ეხა ისეთი ლექციებიც არის უკვე ნაკლებად, იმიტომ რომ აღარ არის თითქმის ასეთი პროექტები, სადაც არა მსმენელი, არა მხოლოდ თქვათ ახალგაზრდა, არამედ არა ახალგაზრდაც არის და რაღაცა თქვათ სხვა აუდიტორიაა და არა სტუდენტების, მაგრამ
ერთი მომენტია რა კიდევ რასაც აკეთებ ხო ეს უნდა გიყვარდეს და უნდა ამითი ბედნიერი უნდა იყო და ეს უნდა გეხა ამაზე მეტ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს რა ანუ აი სხვა ყველა საქმიანობასთან შედარებით ეს არის ის რაც ძალიან მაგრად სიამოვნებს ერთი რომ პირველ რიგში საკუთარი თავი გიყვარს ამ პროცესში მოგწონს მეორე ხა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის რაღაცა რა ჩვენთან დაგროვდა რომ ის იმ ადამიანებს გადასცე რომელსაც მომავალში შენ საკუთარ თავსაც აბარებ ხო იმიტომ რომ ეს ხალხი იქნება ვინც მე ქვეყანას ჩაიყალებს და შენი სიბერეც მათ უნდა ჩააბარო ხო საბოლოო ჯამში ხო გარკვეულად ინვესტიცია ესე შეგიძლია შეხედო ხო და მესამე ხა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში მე ეს ძალიან მძაფრად მაქვს რა იმიტომ რომ იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ ხო მე მინდა რომ ის ქვეყანა კარგი ქვეყანა იყოს და მე ქვეყნის გულშემატკივარი ვარ და მიყვარს ის ქვეყანა და მინდა რომ კარგი მოქალაქეები იყვნენ და მინდა რომ ეს ჩემი კონტრიბუცია ვთქვათ ამაშიც იყოს და ეხა მე აი ეგ კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი სტუდენტები არ არიან ცუდი მოქალაქეები ან ჩემი სტუდენტები ყველა კარგი მოქალაქეა ზოგი განსაკუთრებულად კარგია მაგრამ ცუდი მოქალაქე არ გამიზდია არც ერთი და ახლა კიდევ ერთი ხო ანუ შენ რომ ეს აკეთო ხო შესაბამისი გარემოც უნდა იყოს და ანუ ესე კომფორტულად თავს როგორც საქართველოს უნივერსიტეტში გრძნობ ასე კომფორტულად თავი ავიცი ბევრ სამსახურში ალბათ არ მიგზნია აი დაწყებული არ ვიცი კოლეგებიდან დამთავრებული იმ გარემოთი რასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ქმნის და ანუ ახლა სტუდენტებზე არ ვლაპარაკობ ხო ახლა სტუდენტი კიდე ახლა სტუდენტი შვილივით არის ამიტომ დავიწყე თავიდან შვილის გაზრდა თუ იცი მაშინ ყველაფერი იცი ბრძენი კაცი ხარ ანუ ყველაზე რთული საქმე ეგ არის ყველაზე რთული ამბავი არის ბავშვის გაზრდა კი რა აღზრდა მე ჩემი შვილებს დავაკელი ძალიან ბევრი რაღაცა იმიტომ რომ არც ვიცოდი შეიძლება საკმარისად მზადაც არ ვიყავი რა ვიცი შეიძლება კიდე სხვა ფაქტორები იყო მაგრამ აი ის შემიძლია და ჩემი შვილებისთვისაც მithქვამს კარგი კი არ არის ახლა შვილებისთვის შეიძლება ამას რო ვეუბნები მაგრამ მე ჩემი შვილებისთვის იმდენი არ გამიკეთებია რამდენი შეიძლება გამიკეთებია ჩემი სტუდენტებისთვის გულისხმობ რა ენერგიაც ჩამიდია და ხო იცი არც ერთ საქმეში ახლა ჩემგან არ გესწავლება არც ერთ საქმეში თუ არ ჩადე ბოლომდე ხო გული და სული და გონება არ გამოდის ის საქმე რა ანუ ბოლომდე უნდა დაიხარჯო ლექციიდან რომ გამოდიხარ ხო უსეთი უნდა გამოხვიდე რომ ფეხზე ვერ დადიოდე უნდა დატოვო იქ შენი თავი თორე სხვანაირად ხო სხვანაირად არ გამოვა შედეგს ვერ მიიღებ და ერთი რაღაცაა რა კიდევ აუდიტორიაში როგორ ვართ იცით რენტგენის აპარატის ქვეშ ხარ რა ანუ სტუდენტი რო გაგაშუქებს და სტუდენტი რო სრულად გამჭირვალე ხარ აი საკმარისია იქ ერთი რაღაცა ყალბი ნოტი აიღო რომ დამთავრებული ხარ რა ანუ ფალში ზამს არა მაგაზე მეტად ჩვენ რა ეგრე არ ვიყავით როცა სტუდენტები ვიყავით ეხლაც ახალგაზრდა ხარ შენ მაგრამ ახალგაზრდა ანუ ახლა 45-ის ვარ და ხო კარგად გრძნობდი ხო რომ ვიღაცა ეგენი რო აი ხა მე რო 21 წლის ვიყავი შეიძლება ეგრე თამამად ვერ ჩამომეყალიბებინა და გამართულად ჩემი არგუმენტი ან პოზიცია როგორც დღეს ახერხებენ ახალგაზრდები გულისხმობ თუნდაც კამერასთან რა რო არიბნებიან ბრინჯივით არ ვიცი შეიძლება ეგ სოციალური ქსელებების მოვლენაა უკვე მაგრამ ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში არ დაობადებულა ეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ვისთანაც მიწევს ურთიერთობა ისინი ყველანი თავისუფალ საქართველოში დაბადებულები არიან და ინტერნეტი ინტერნეტი როდის ჩვენ ინტერნეტი გავიგეთ ანუ ეგ უკვე რამხელა ჩამორჩენა შემდეგ თაობასთან ხო და საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდ განსხვავებას გაძლევს ხო და აი ხანდახან აი ის არის ხოლმე რა დავაკვირდები აი ერთხელ ლექციაზე როცა იუსტიციის სახლი სულ არ იყო ანუ წარმოუდგენიათ რაღაცები აი სულ იყო თავისუფლება ხო მათთვის არის მოცემულობა რა და ჩვენთვის არის შენთვისაც ბრძოლის შედეგია ანუ მე თან მარტო საქართველოში კი არა ჩერქეზეთში რო ჩავდიოდი ხოლმე და მაიკოპში რო ვიყავი აი მათ ეს არ ეხსოვებათ რა საქართველოში კიდე როცა ჯერ საქართველოში უკვე რაღაცები დაალაგებული იყო და თუნდაც იუსტიციის სახლი რო იყო მე ვიყავი წასული და იქ ეხლაც მანდარიან რომ ბამბანერკა და კონიაკი თუ არ შეხვედი ისიც რიგში უნდა ჩაგაყენონ გადაგწიონ ცოტა წინ რომ ერთ თვეში აიღო პასპორტი
ხო, ეგ არ უნახავთ მათ ეს ოვირები და ეს ადგილები და ასე შემდეგ. კი, საბჭოთა კავშირში პირადობის მოწმობაც ხო არის, პასპორტი იყო პირდაპირ, რომელსაც იღებდი 18 წლის ასაკში და ეს რაღაცებს რო უყვები, მაქვს ასეთი კურსით, სადაც მიწევს ასეთ რამეზეც საუბარი და ხო და ანუ აი დაუჯერებელი რაღაცაა, რომ აი რას ყვება ეხლა, ხანდახან არ იჯერებენ, რომ ესეთ სამყარო შეიძლება იყოს და ანუ აი მათთვის ფრაზა ვაიმე შიმშილით არ მოვკვდეთ არის უბრალოდ გამოთქმა. და ჩვენ დროს ეს ფრაზა იყო ძალიან რეალისტური. ანუ ჩვენ ისე გვასტვიდნენ, იმიტომ რომ მშობლების შეშინებულები იყვნენ, დიდი გაჭირვება იყო მაშინ, აი რა დროს ვიძახიცი, მამაც ჩემი რო ჩემთვის გმირი იყო, როცა ხო, აი მაგ დროს რა. 90-იანები. ხო, აი მეც რო ვეუბნები, რომ აი თქვა მე სტუდენტობა გავატარე ნავთის ლამპის შუგზე ვკითხულობდი, დენი საერთოდ არ იყო, წყალი არ იყო, გათბობა არ იყო და უნივერსიტეტში შუშები არ იყო და პალტოთი ვისხედით და ასე შემდეგ. აი იმდენად შორი და ბუნდოვანია ეს რაღაცა მათთვის. ეხლაც არ აქვს ეხლა ჩვენ სტუდენტებს ისეთი ცხოვრება, როგორიც თქვა ევროპელ სტუდენტს აქვს რა. ანუ ეხლა უბრალოდ აი ეგ მომენტი რომ მართლა აი შიმშილით არ ყვდება, მაგრამ ეხლა მე ხო მინახავს არა რომ აი სტუდენტს თქვა არჩევანი აქვს ხოლმე აი რაღაცა ლობიანი, იმიტომ რომ უფრო მეტზე ვთქვათ ვეღარ წდება მისი ჯიბე. ეს არ არის ნამდვილად, რომ აი თქვათ შიმშილით არავინ ყვდება, მაგრამ ხა ფაქტია, რომ სტუდენტების ცხოვრება გაცილებით რთულია საქართველოში, ვიდრე ვთქვათ ევროპაში, ხო? იგივე ვთქვათ ყვების თავისთავად. კაცო და დღესაც შიმშილის ზღვარზე რამდენია, მაგრამ 2 წლის წინ აი მადრიდში სტუდენტ ველაპარაკებ რა გაწუხებს მეთქი შენ აი რა აი ასე უკრაინაში ომზე საუბრობდით იმაზე ამაზე აი შენ რა გაწუხებს მეთქი და მეო მაწუხებს ის რომ უკვე 2 წელია ჩემი საათობრივი ანაზღაურება არ მომატებულაო და კვირაში 20 საათი მაქვს მუშაობის უფლებაო კვირაში 20 საათი მადრიდში ხდება კვირაში 20 საათი ანუ სამუშაო დღე 5 და 4 საათი მუშაობს და საათში მიხდიან 15 ევროსო. და ნუ გამოდის რომ ესე იგი კვირაში გამოდის უხდიან 300 ევროს და თვეში გამოდის უხდიან 1200 ევროს და ითხოვს რომ ევროთი მაინც მომიმატონო რა. ევროთი რომ მოუმატონ, ანუ გამოვა რომ მოუმატებენ 80 ევროს კვირაში თუ 20 საათია, 4 კვირაში 80 евро, ხო? გამოვა რომ აიღებს 1280 ევროს და ეს 80 евро რა სხვაობას გაძლევს მეთქი და 80 евро დო მე შევჭამ მთელი თვეო. ეხლა რომ დავფიქრდი 80 евро ჩვენი სტუდენტი როგორ შეჭამს აქ მთელი თვე, ხო? გამორიცხული, მაგრამ ის 80 ევროც არა აქვს, ხო, ჩვენ სტუდენტს. ამიტომ აი ჩემი პრობლემა რა არის, იცილო? სტუდენტი მე მინდა რომ ანუ მე ვერ უღალატებ აკადემიურ სტანდარტებს რა. ანუ ახლა არის რაღაცა აკადემიური ეთიკა. ამას ვერ უღალატებ. ანუ მე სხვაობა ჩვენსა და ევროპის კავშირის შორის გადის იმ ზუსტად 0.5 ქულაზე. ანუ არ უნდა რასაც იმსახურებს ის უნდა მიიღოს, ხო? აი რომ მოდის რომ თხოვნა რომ იცი რა, აი მე ვერ ვიმეცადინე, იმიტომ რომ მთელი ღამე ვმუშაობდი. ღამე არ მუშაობს, ხდები სტუდენტი და რომ მოდის ლექციაზე, ეძინება, ათვისების უნარი აქვს უკვე დაქვეითებული, იმიტომ არ უძინია, ვეღარ ითვისებს. დრო არ აქვს რომ წიგნი წაიკითხოს და ამ დროს მე ვთხოვ რომ მოდი ახლა შენ ისწავლე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები და ამას აი ვეღარ ახერხებს ფიზიკურად. მე თან აი ნახეთ რა 2 ცეცხლ შორის ვარ. თან მინდა რომ ეს აკადემიური სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, მაგრამ ამავდროულად ხედავ რომ ამ სტუდენტსაც რაღაცა ცოტა ბიძგი უნდა მივცე, ცოტა უნდა წავახალისო, იმიტომ რომ ურთულეს მდგომარეობაში უწევს განათლების მიღება. ეს არ არის ევროპაში. ჩემი შვილი სწავლობდა, ხა მე არ სწავლობდა სადღაც იმაში ვთქვათ, კემბრიჯში ან ოქსფორდში ან კიდევ თქვაც სხვაგან ხო სწავლობდა ბუდაპეშტში. საკმაოდ კარგ უნივერსიტეტს ზოგადად მე მგონი აღმოსავლეთ ევროპაში დღეს უფრო უკეთესი უნივერსიტეტებია დასავლეთ ევროპაში. მე ესე წარმომიდგენია ჩემ სფეროში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასე ჩანს და აი ხო უყურებდი ხა ჩემმა შვილმაც ეს უნდა გაევლო მას რა ვერც ვეხმარებოდი და არც ვეხმარებოდო, მინდოდა რომ თვითონ დამდგარიყო თან რაღაცნაირად ფეხზე, რა თქმა უნდა დადგა და ეს ევროპაში ცხოვრობს, მაგრამ რა მინდოდა რომ რისი თქმა მინდოდა რომ აი წარმოიდგინეთ შეეძლო რომ
10 ევროთ აქეთ-იქით ეფრინა მთელ ევროპაში. ესეთია სტუდენტური ცხოვრობა. ერთი რომ თქვა არშია, მაგრამ მეორე რომ თან შეუძლია რომ ყველა მუზეუმი ნახოს, ყველა ქალაქში ჩავიდეს. აი კოპენჰაგენში რამდენჯერმეა გიждდება დანიაზე, მაგრამ აი დანიაში ძვირია ცხოვრება, ძალიან პრაქტიკული და პრაგმატულია. თან აი ძვირია ცხოვრება და იქ მაინც და მაინც მე ეხლა ამ ეტაპზე ცოტა ის იქნება რთული, ამიტომ მირჩევნია, სადაც ბევრად უფრო იაფია, თბილისზე უფრო იაფია ცხოვრება, იქ ვიცხოვრო. ხო, ანუ აი ამას ხო მოკლებულია თან ქართველი სტუდენტი, ხო? რო ყავს, იქ ვიღაც გაიცანი, იქ სპეციალური სივრცეები, ესაც სტუდენტები მეგობრდებიან, ახლოვდებიან, თან რაღაცას ჭამენ, თან ერთობიან. სხვადასხვა კულტურას ეცნობი, ის არის. რაღაცა წაიკითხე წიგნში მუზეუმი, ახლა მიხვედი და შენ თვითონ ნახე ეს რა და სტუდენტობა და თვითონ ახალგაზრდული ეს წლები მე არ მქონია მაგალითად, იმიტომ რომ ნუ აი გამორიცხული იყო. მე უფრო რა ვიგულისხმე, იცი, აი შიმშილით არ მოკვდესში გამოთქმა, იმიტომ რომ იმ ჩემი მშობლებსაც აქვთ ეგ ფრაზა ნათქვამი, იქამდეც იყო ეგ და იქ ამ თაობისა და ეხლა მე რო ჩემშულს უთხრა რაღაცა ეგრევა იმ შიმშილით არ მოკვდეთ, მისთვის ეს იქნება უბრალოდ აი რაღაცა გადაჭარბებით, რომ იტყვი გამოთქმის დონეზე, რომ რაღაცა აი რამე არ დამემართოს და მაშინ იყო ის რომ როცა გადიოდა შენი მშობელი გარეთ, ხო? შენ არ იცოდი ის უკან მოვიდოდა თუ არა. ანუ არ იცოდი რა, იმიტომ რომ ნუ კრიმინალი როგორ იყო, ეს როგორ იყო. ეხა სხვანაირად ძიმე გამოწვევები არა. ჩვენ სულ გავდიოდით, არ ვიცოდით, დაბრუნდებოდით თუ არა. ხო რა, იმიტომ რომ აი ვეუბნები ხა მე გავდიოდი და ფეხბურთს რო თამაშობდი თან კალაშნიკოვის ტყუებს და იმებს. ანუ ჩვენ რომ მივდიოდით და მე-6-ში რომ მივდიოდი, ეს სტოის რო ეძახენ გერმანულ პროცესზე, რომ მივდიოდით, ჩვენი გართობა ის იყო, რომ ერთი რომ ტურბოს ისინი გაგვიკეთებინა და ფინალის ეს თამაში რო ქონდა, ხელით რო მოშრებოდით და მეორე იყო, რომ აბა დღეს ვინ როგორი ტყუია მოიტანა თუ რაღაცა ქუჩიდან აგროვებული და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, თუმცა ერთი წამითაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ეხლა რა თაობაც არის, იმათ ნაკლები გამოწვევები აქვს, იმიტომ რომ ერთხელ იყო, რომ ერთი ტიპი ეუნებოდა მეორეს, მე აქ ადრე მოვყევი ეგ ისტორია, რომ თქვენ რა გიჭირთ ბიჭო, აბა ჩვენ და ეგ ისეთი რაღაცაა რა, შენ მაშინ ეს გაქვს, სამაგეროდ ეხა სოციალური ქსელები 1000 გამოწვევა, 1000 უბედურება, 1000 დარწმუნება, ყოველთვის. არ შეიძლება რომ ჩემ დროს რო ეგრე იყო, რატომ? არა, ეს ამოცემულობით ესე განიცდის. და შენი განცდა იმდროინდელი და ეს განცდა შეიძლება აბსოლუტურად თანასწორი იყოს, უბრალოდ, ნუ, ისეთ თემა. ანუ როგორი რაღაცა იცი, ვიღაცა შეიძლება მასე ძალიან დიდი ფული ქონეს, მაგრამ ისეთ რამეზე ნერვიულობდეს, რომ შენ ეგეთ რამეზე საერთოდ არ ნერვიულობდე, ნაკლები ფული. ძალიან დიდი ხელოვანი იყოს და ამ დროს რაღაცა ისეთი მენტალურად ის კონდეს, ხო? ამ ხელას ანჯოები შინაგანი ახლა ყველა დროს აქვს თავისი ჩელენჯი და ანუ მაგის შედარება რომ სადღაც უფრო მეტი იყო, სადღაც უფრო ნაკლები, არ გონია ხო რომ მე სწორია. ვუდი ალენის Midnight in Paris-ი? მე მგონი კი. აი დროში რო გადავა თავის საყვარელი მწერლების დროში ჰემენგუეის დემიზოს და გოგოს რო გაიცნოს და მე კიდე უფრო ადრე დროში გადავლენ რა, უფრო აი რაღაცა რენესანსის და მან ის გოგო ეუნება რომ პიკასოდან ხო უკან გადავიდნენ და მე დავრჩებიო ამ დროშიო რა, ეს ბევრად ანუ ეხლა ხო ხედავ, ანუ იმას ეგონა რომ წინა დრო იყო უკეთესი, ვინც იქ ცხოვრობდა იმას კიდევ უფრო მანამდე ქონა სენტიმენტები, ამიტომ ისეთი რამე. კაი, მოკლედ პირველი კითხვა ერთ-ერთი, ანუ მანამდე უფრო ზოგადად საუბრობდით, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა კითხო, რამე სტერეოტიპი ან მითი თუ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც აი ყველაზე მეტად გაღიზიანებს, ან თუნდაც არასწორიან ნამეტანი ზედაპირული დამოკიდებულება. აი როგორ რაღაცას გეუბნებით, მაგალითად, ჩემ დროს მაშინ რო იმეტრებელი რო იყო ლექტორი და ესე ახლა აკადემიის პრეზიდენტი დიდი კონვერტები რო შეძდიოდა მაყუთით სავსე, მაგ პერიოდში მახსოვს რომ საერთაშორისო ურთიერთობები, ნუ იქ შენით ჩაბარება წარმოუდგენელი იყო იურიდიულზე, საერთაშორისო ურთიერთობებიც შედიოდა პრინციპში ამაში, მაგრამ განსაკუთრებით იურიდიული და სამედიცინო რა. კი, ეგ ორი ხო. ეგ იყო ძმაო, იქ ცოდნის მიხედვით კი არ იყო ხალხი, სოციალური სტატუსის მიხედვით იყო ხალხი. ან კონვერტის სისქის მიხედვით. ხო და იქიდან მოყოლებული დღემდე რამე არის საქართველოში, რომელიც ცოტა გაღიზიანებს. რა უცნაური რაღაცა, იქიდან მოყოლებული დღემდე დღესაც ყველაზე პოპულარულ, ასე ვთქვათ, სპეციალობებს შორის, რომელსაც აბიტურიენტები არჩევენ, ისევ ეს სამია, ისევ მედიცინა, იურისპრუდენცია და საერთაშორისო ურთიერთობები რჩება. ეხლა მედიცინის და იურისპრუდენციის შემთხვევაში კიდე ვთქვათ ახსნი, რომ ეს ძალიან შემოსავლიანი პროფესიები იქნება, იმიტომ რომ ну აი პოლიტიკაშიც იმიტოა უფრო მეტი ვთქვათ იურისტი და ექიმი, იმიტომ რომ ну შენს ადვოკატს, შენს იურის ანდობ შენს ქონებას და
ახლა დასავლეთში ახლა ქონება და სიცოცხლე გათანაბრებულია, ხო? და ექიმს ანდობს შენ სიცოცხლეს და ნუ მესამე კიდე ვისაც ენდობიან არიან ჟურნალისტები, იმიტომ რომ იმისგან იგებ ამბავს, ხო? ყველაზე მეტი პოლიტიკაში ეს ხდება. აი ჩვენთან აქ არის კიდევ საერთაშორისო ურთიერთობები. ალბათ ესეც არ ვიცი, აი წარსულში იმ წარმოდგენას უკავშირდებოდა, რომ ყველა ვინც ამას ისწავლის, მერე წავა დიპლომატიაში და დიპლომატია კარგია. წახვალ უცხოეთში ელჩად იმუშავებ, ხო? რაღაც უფრო ესეთი წარმოდგენაა. ხო, მე მგონია რომ ალბათ რა ვიცი, ალბათ ამდენი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შეიძლება ქვეყანას არ ჭირდება, მაგრამ ამ სპეციალობას აქვს რაღაცა თავისი უპირატესობა რა, ანუ შეიძლება ვერ წახვიდე დიპლომატიაში, ხო? იმიტომ რომ დიპლომატიაში ისედაც კონკურენცია მაღალია და არ არის ახლა ეს ყველაზე უფრო ადვილი საქმე, რთული საქმეა ძალიან დიპლომატია და მარტო ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნას და ენების ცოდნას ეს არ მოიცავს, ეს გარკვეულ რაღაცა უნარებს მოიცავს, რომელიც შეიძლება გამოიმუშავო ნაწილი, მაგრამ ნაწილი უნდა იყოს თანდაყოლილი, იმას ვერ გამოიმუშავებ რა, რაღაცა უნდა თან მოყვებოდეს, ხო? და ახლა თუ ყველა ვერ მიდის დიპლომატიაში, ბევრი სხვა სფეროა, სადაც შეიძლება წახვიდე, ხო? მაგალითად, მე მჯერა რომ შეუძლებელია გქონდეს წარმატებული საგარეო პოლიტიკა ქვეყანაში, თუ ამის უკან არ არის ძალიან ძლიერი აკადემია. ანუ ახლა რო შევა ფრანგი პრეზიდენტი ოფისში ისრაელი-პალესტინის თემაზე, აქ 37 სოლუშენი, სხვადასხვა think tank-ში თუ სხვადასხვა უნივერსიტეტში, სხვადასხვა მკვლევარის მიერ დამუშავებული. ხა ჩვენთან ერთი რო ამის პრაქტიკა უბრალოდ არ არის, მიდი აბა ახლა რომელიმე მინისტრ, რომელიმე პრემიერ-მინისტრი, არა, მე მყოლია ისეთი მინისტრების, რომელიც გისმენდნენ და ამითი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მყოლია, მაგრამ ეხლა ნუ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა რომელიმე მინისტრი ეხლა დღევანდელი ეხლა იმას მოისმენს რას ეუბნება თავისი თანამშრომელი ან რომელიმე think tank-მა რა თქვა, რა ჯობია ამასთან დაკავშირებით, ხო ეგ არ არსებობს, ხო? ანუ ძლიერი აკადემია მნიშვნელოვანია წარმატებული საგარეო პოლიტიკისთვის და სად მუშავდება ეს იდეები, ხო? უნდა მუშავდებოდეს აუცილებლად აი ესეთ უნივერსიტეტებში და სადაც მეცნიერებაა და think tank-ებში. ეხლა მით უმეტეს ხა დღევანდელ დღეს საქართველოში დიპლომატია უბრალოდ პარტიულია რა, ანუ როგორ გითხრათ, სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი წაშლილია და დიპლომატიაში შენ ვერ მოხვდები უბრალოდ თუ ანუ მერიტოკრატია არ არსებობს, ანუ შენი უნარების, ცოდნის და გამოცდილებით დიპლომატიაში ვერ იქნები. ყველა უნარიანი, მცოდნე და გამოცდილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უბრალოდ აღარ არის. ყველა გამოყარეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. იქ ერთადერთი ნიშნით ხვდები, რამდენად ლოიალური ხარ მართველი ოჯახის და მართველი ოლიგარქების მიმართ. ანუ დიპლომატიაში ისედაც არ არის დღეს წესიერი ადამიანების ადგილი. აკადემიაში ლოკალურად გულისხმობ, ხო? ლოკალურად. ლოკალურად და მე გლობალურად. ხო, გლობალურად რა თქმა უნდა ასე არ არის, ლოკალურად ასეა, ხო? აკადემიაში, ახლა აკადემიაში ჯერ კიდე არის ეს სივრცეები, თუმცა ახლა აი გამოაცხადეს რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა, დიპლომატიური აკადემია უნდა შევქმნათ, როგორც უმაღლესი სასწავლებელიო. ხალხო, მე ნანახი მაქვს დიპლომატიური აკადემიები, ნამყოფი ვარ და ვიცი ზოგადად რას აკეთებს დიპლომატიური აკადემია სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი ატრენინგებენ, უმაღლებენ კვალიფიკაციას უკვე არსებულ დიპლომატებს. არ ვიცი, თქვა სადღაც მიდიხარ და ქართული სწავლა გინდა და გასწავლიან ქართულს. ან პროტოკოლი არ იცი და პროტოკოლის სწავლა გინდა გასწავლიან პროტოკოლს. საკონსულო თემები არ იცი, არ ქონია შეხება და გასწავლიან თქვა საკონსულო თემებს. იქ რაღაცა კულტურულ დიპლომატიაში მოიკოჭლებ და რაღაცა გასწავლიან რა როგორ უნდა თქვა გაყიდო. იქ რაღაცა სტრატეგიულ კომუნიკაციებში გაქვს ცოტა იქ დაგიხვეწავენ, თქვა ამას აკეთ, უკვე არსებულ დიპლომატებს ასწავლის დიპლომატიური აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზეა, როგორც წესი და რომელიმე ძველი და გამოცდილი ელჩი ხელმძღვანელობს ხოლმე დიპლომატიურ აკადემიას. დიპლომატიური აკადემია არსად არ არის უმაღლესი სასწავლებელი რუსეთში მგიმოს გარდა. ანუ მგიმო გადმოაქვთ, ესე იგი საქართველოში, ხო? ამით რას გააკეთებენ? უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობების სწავლებას დაარტყამენ და უნივერსიტეტებში ამ დარგის მეცნიერებასაც მოსპობენ და საბოლოო ჯამში ეგ მოხდება. მიზანი?
მიზანი ის არის, რომ გაზარდოს აი ისეთი პარტიული დიპლომატი, ლოიალური, რომელსაც წარმოდგენა არ ექნება რა თეორია, არაფერზე არ უნდა იფიქროს. იმას, რასაც დაავალებენ, უბრალოდ ის უნდა შეასრულოს. არავინ არაფერი არ უნდა დაუმუშავოს მინის, არაფერი არ უნდა მოიფიქრო და შეისწავლო და ასე შემდეგ. ეს არის მიზანი. დოქსოპულო უნდა იყო, ხო, მაგრამ ამას გარდა ახლა საერთაშორისო ურთიერთობებს აქვს კიდევ ის პლუსი, რომ ჩვენთან მაგალითად იმავე თქვა ჟურნალისტიკაში ძალიან ცოტაა ჟურნალისტი, მართლა ერთეულებია, ვისაც შეუძლია მაღალ ჟურნალისტურ და მაღალ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის მაღალ სტანდარტზე გააშუქოს თქვა საერთაშორისო პოლიტიკა. ეგეთი არის თითზე ჩამოსათვლელი. მართლა ერთი ხელი გეყოფა. ალბათ ერთი ნათია გოგსაძე. აი ხუთი თითი საკმარისია რომ დაატევ ყველას, ხო? ანუ ეხა ეს იმდენად დიდი სფეროა, რომ შეგიძლია რომ ამ სფეროშიც შეხვიდე. ეხა თან ეს ხო არ არის აუცილებელი საქართველოში აკეთო, სხვაგანაც შეგიძლია აკეთო. ეხა რომ ჩადიხარ როგორც წარმომავლობით და მოქალაქეობით ქართველი, ხო? რომელიმე ქვეყანა, აი ვიეტნამში, ხო, უფრო ადვილად მისაღები ხარ ვიეტნამელისთვის, შენ საქართველოსდან წასული ჟურნალისტი, ვიდრე ამერიკელი ან რუსი ან გერმანელი დიდი ქვეყნიდან რო ჩადის, ძლიერი ქვეყნიდან რო ჩადის, იმას მაინც რაღაცნაირ სკეპტიკურად უყურებს და თავისი ჩვენ ვიეტნამზე უფრო მცირე ვართ, ყველა თვალსაზრისით, მაგრამ უფრო მეტი მიმღებლობა აქვს. უბრალოდ ჟურნალისტიკა ვისწავლე და ეხლა მინდა მე გავაშუქო, არ ვიცი, კორეის ამბები, თუ შენ არ იცი კორეის ამბები. და უბრალოდ პატარა ისეთი რისერჩი გააკეთო, გადაცემამდე ან პროდიუსერმა მოგიმზადოს, ეგ არ არის საკმარისი. ეგ არ არის რა თქმა უნდა. ჩამოწერილ სუფლიორზე კითხვებს წაიკითხავ, მაგრამ მსჯელობაში ვერ შედიხარ. ხო, ეგრე ხდება, ჩვენთანაც ეგრე ხდება. ლოზუნგებით ლაპარაკი და ეგ რო გადაფარო, ამას უფრო მეტად სიცხარეს და შოუს ელემენტებს ბრალდებ და მიდის მსგავსება მარას და მაგიტომაც ვართ ეგეთ დღეში როგორც კი, ხა ეგ თუ არა გაქვს ეხლა ეს კორეის ამბავი შესწავლილი, ხო? მაშინ გაგიჭირდება ეხლა დღეს ილაპარაკო იმაზე კორეაზე და რა აშრება ტრამპი კორეასთან მიმართებაში და რატო იქცევა თქვა ჩრდილოეთ კორეა ისე როგორც იქცევა და ასე შემდეგ. რატო არ აღიქვამს თქვა ერთი ქვეყანა სხვა თქვა ბირთვულ ქვეყანას საფრთხე და რატო აღიქვამს მაინც ჩრდილოეთ კორეას, ხო? არა, ეხლა ინდოეთი მილიარდზე მეტია და საფრთხეთ რატო არ ხდება ინდოეთის აღქმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. და ჩრდილოეთ კორეა საფრთხეა, რატომ არის? აი ეს თუ არა გაქვს ნასწავლი საერთაშორისო ურთიერთობებში, აი ეს თეორიული ჩარჩო თუ არა გაქვს, ხო? აი თუ არ იცი სხვადასხვა თეორიები, მაშინ ძალიან რთულია რომ ეს გააშუქო, ხო? ანუ ეს არის კიდევ თქვა ცალკე მიმართულება, რაც შეიძლება აკეთოს საერთაშორისო ურთიერთობებს ვინც სწავლობს. მე ახლა უზარმაზარი არის თქვათ, ახლა ჩვენთან ეს სექტორი დახურეს, მაგრამ დანარჩენ სოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში ძალიან დიდია არასამთავრობო სექტორი და იქ რა თქმა უნდა ამ სპეციალობით მუშაობა შესაძლებელია. არ არსებობს ისეთი თქვათ დიდი თქვათ კომპანია, კორპორაცია, რომელსაც არ ჭირდებოდეს ამ სპეციალობის ადამიანი. შენ თუ რაღაცა თავისუფალი კაპიტალი გაქვს და გინდა ვთქვათ სადღაც განათავსო, ხო? ხო უნდა იცოდე ფულს სადმე ესე ხო არ ჩადებ, არა, ხო უნდა იცოდე იქ რა ხდება, რა. მე ეს რაღაცა სკილები, ეს უნარები, რომელიც ვთქვათ აი ამ სპეციალობაში შეიძლება ადამიანმა დაიგროვოს, ბიზნესშიც გამოსადეგია ეგ ამბავი და იქაც ვთქვათ ჭირდებათ და ახლა მე მქონია ასეთი შემთხვევები ბოლოს და საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია რომ ეს თქვა რომ რაღაცა დაჭირვებია რაღაცა ბიზნეს და თქვათ იქ რაღაცა ჩემი უნარებით ერთად უფრო კარგი რაღაცა გაგვიკეთებია რა ანუ მგონია რომ ესეც შესაძლებელია რომ ამ სპეციალობის ადამიანმა ეგ შენ რასაც საუბრობ ეგენი არის აუცილებლობები ეს არ არის კარგი ტონი, ან რაღაც ფუფუნების, ეგ არის ელემენტარული, რაც აუცილებელი არის. აი ახლა ნათლი მამაში ეგეთი ეპიზოდია მეორე ნაწილში, მაიკლ კორლეონე, ჰაიმენ როთთან, ის პერიოდია, როცა ლას-ვეგასი გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდე ამერიკელები კუბაზე არიან და მოკლედ თავაზობენ ახალი ლას-ვეგასის გაკეთებას კუბაზე და ეუნება რომ ჩადეო რა, დიდი ფულის ჩადებაზეა საუბარი 2 მილიონზე და ეს არდებს და ეუნება რატომო
რომ მოდიოდიო დღესო ქუჩაშიო დავინახეო ეგეთი ორი ახალგაზრდა კუბელიო რომელმაცო თავიო აიფეთქისო მანქანასთან თუ რაღაცაო მე რო ვაკვირდებიო მე მირჩევნია მოვიცადო იმიტომ რომ რაღაცა სპეციფიკებს პოლიტიკური არასტაბილურობა დაინახა ნახე ეგ არის რასაც შენაობ სწორედ ეგ არის გინდა ჟურნალისტიკაში გინდა იგინე სხვადასხვა მიზეზებით და წესებით მაგრამ ეგ არის აუცილებლობა რომ პრაქტიკული არ არის ეს უბრალოდ ის რომ კარგი წარმოჩნდე ან როგორი სოლიდური ხარ მე რა განათლებული ბიჭია აუცილებლობაა რაც არ ყო. კი, აი მაგალითად ეხა ის გრენლანდიის ამბავი რომ იყო ხო, ეხა აი როგორი რაღაცა ის ბევრმა არ იცის ხო, ძალიან ისე მიიღეს საქართველოშიც და ეხა მე შემიძლია გითხრათ რომ ერთი 20 სტუდენტი მაინც მყავდა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რომელსაც ნამუშევარი აქვს დაწერილი არქტიკის გადანაწილების თემაზე. ანუ დიდი ხანია მე ამას უნივერსიტეტში ვაკეთებ სტუდენტებთან. ზოგმა კარგად დაწერა, ზოგმა ცუდად დაწერა, რა მნიშვნელობა აქვს ეს თემა რო არსებობდა, ხო? და საქართველოში ბევრმა გაიგო ტრამპმა რო გრენლანდიაზე საუბარი დაიწყო იმის შემდეგ. ჩვენი სტუდენტები თებით უკონა ნახე. ხო, ხო, ეს რაღაცა ნახატის ამბავი, უფრო ესე იგი სალაღობო თემა იყო. ამას უზარმაზარი თემაა და ეს თემა დიდი ხანია რა, განხილვაშია და ამაზე უკვე ბიბლიოთეკებია დაწერილი და ბევრი ადამიანი ამაზე მუშაობს და ფიქრობს და დადგებოდა ეს უფრო მწვავე დღის წესრიგში და დადგა და ჩემი სტუდენტების ნაწილმა ეს იცის. ეხლა ასეთი საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში რამდენია, რაც შეიძლება ჯერ არ გაუგიათ საქართველოში, არ გაუგიათ არც ქართველ ბიზნესმენებს, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ აი ვიღაცას უწევს რაღაცა ესეთის გაკეთება, ხო? სადღაც არის კონგოში, ხო? თუ არ იცი იქ რა ხდება, ხო? ანუ რა გარემოში გიწევს თქვათ იქ შენ რაღაცა საქმის დაწყება თუ ფულის ჩადება, შეიძლება მოსრიალდე მაგრად, გააყირავდე მაგრად, ხო? არა, ანუ აი ესეთი თემები საერთაშორისო პოლიტიკაში რა ჩვენთან არიციან ბევრია და აქ სწავლობ ამას და ეხლა ვიღაცამ რომ გადაწყვიტოს რა ვიცი ეხლა მე მომის რა ქვია ჟირაფების მოშენება მინდა სადღაცა არ ვიცი გრენლანდია შეიძლება არ გამოუვიდეს ეგ ამბავი და ფული დაკარგოს და ასე შემდეგ და ესეთი ხალხი ყველგან არის საჭირო ანუ ხა მე ჩამოთვალე რაღაცა ნაწილი იმის რაც შეიძლება ადამიანმა აკეთოს ნუ იმის გარდა რომ შეგიძლია ვთქვათ ასწავლო ხო მაგრამ პირველი რაც ადამიანებს თავში მოздით ხო რა თქმა უნდა ეს არის რომ დიპლომატიაში წავალ და დიპლომატიაში ვიქნები და ყველას ახალგაზრდას ყველას რატომაც გონი ალბათ მათ ჩობლებსაც რომ აუ წავალ და ეგრევე ელჩი გავხდები და ელჩი გონიათ კიდე რომ არაზროს ქვეყანაში არ ბრუნდება მთელი ცხოვრება სადღაც უცხოეთში ცხოვრ ანუ ანუ რაღაცნაირად ესე იგი საბოლოო ჯამში რა გამოდის რომ მშობლები ხვდებიან რომ ეს არ არის კარგი ქვეყანა და იქნება აი შვილი ასეთი სახით გაუშვა გარეთ რა ანუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ ადამიანების უმეტესობა პირდაპირ იმითი გაგებით თუ ირიბად პირდაპირ გაგებით კი არა პირდაპირ თუ ირიბად ხო გასვლას გაქცევას ფიქრობს ქვეყნიდან ხო და საერთაშორისო ურთიერთობების კიდე იმასაც ვსწავლობთ ალბათ რა ვიცი როგორ გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა ხო სხვა ადამიანებსაც ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს, ჩვენ ერთნაირები ვართ ადამიანები და როგორ მოახერხა, არ ვიცი, ლუქსემბურგმა, როგორ მოახერხა სამხრეთ კორეამ, როგორ მოახერხა ფინეთმა, რატო ვერ მოახერხე შენ? ფინეთიც რუსეთის მეზობელია, ბალტებმა როგორ ხო, სხვებმა როგორ მოახერხე შენ, რატო ვერ მოახერხე? ამას ჰქონდა ვთქვათ ისტორიული წინაპირობები, ამაში ვთქვათ რელიგიური წარმოდგენები, გვიშლის თუ გვიწყობს ხელს, ამაში გეოგრაფია გვეხმარება, ამაში ბუნებრივი რესურსები გვეხმარება, თუ იქნება ამაში თქვა ჩვენი სიზარმაცია, ან თქვა ჩვენი არასწორი ნაბიჯებია, რა არის? აი ამასაც სწავლობს ახალგაზრდა, როცა ეუფლება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას. შემდეგი უნდა ყოფილიყო, რომ რეალურად ახალგაზრდა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე ელჩობის გარდა კიდე კარიერულად რა რეალისტურად რა შეუძლია აკეთოს, ამაზე პრინციპში უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. ძალიან ბევრი, ასე რომ მეგობრებო, ვისაც მხოლოდ გონიათ, რომ რაღაცა ელჩობა ამბავი, არ არის 1000 რამეა და აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემი ერთ-ერთი პრობლემა რაც არის. აი მაგალითად, ხარ მინდა ჩამოთვალო ვინ და როგორ, მაგრამ ერთ-ერთ არხზე ერთ-ერთ საავტორო გადაცემის დროს, ერთ-ერთ გოგოს, ახალგაზრდა გოგოს, ყავდა, მგონი გახარია იყო სტუმრად თუ რაღაცა. ნუ ესე იგი შევიშალე რა. ანუ ჯერ ბიჭო ეგეთი საინტერესო პროცესები ხდებოდა იმ დროს სოფლიოში, ჯერ კიდე ტრამპი, მგონი ძალიან ახალი მოსული იყო და ერთი თვეს არ იყო გასული, ასე ვთქვათ, ტრანზიშენი ხდებოდა და რამდენი თემა იყო, ისეთი, რომელიც ეხა მოლოდინი მაქვს, რომ აი ამაზე იქნება. არაფერი.
მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგები, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ესა, რომ აი უბრალოდ ალბათ რეიტინგი, ну რაც არის რა, მოკლედ ძალიან პროვინციალიზმი იყო, რასაც უყურე, მენტალური პროვინციალიზმი ხა გეოგრაფიულ სარგულისმ. საშინელებაა, იმიტომ რომ როდესაც ეს სოდნა არ არის მენტალური კატეგორია მგონია და არა გეოგრაფიული კაცო. ხო, და ამიტომ ისეთი, თუმცა მეორე მხრივ სამართლებისთვის უნდა ითქვას, რომ სოფლიოსაც შეხედავ ხანახან ამერიკაშიც რომ Fox რო ჩართავ ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ, მაგრამ ეგ გაუნათლებლობით არ მოსდით მაგათა ცოდნის არ პირიქით, კარგად რო იციან, იმას სხვანაირად ატრიალებენ და ნუ ეგ კიდე პროპაგანდის სხვა ზალაა, მაგრამ აი ისეთ თემა. სხვა თემაა. დიპლომატია მოკვდა, შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატია მოკვდა, თუ უბრალოდ ესე Twitter-ზე გადაინაცვლა. არა, არ მგონია, რომ დიპლომატია მოკვდა. დიპლომატია ხა ყოველთვის ცვლილებებს სულ განიცდიდა, ასე ვთქვათ, ხო? განსაკუთრებით ალბათ მე-20 საუკუნეში. მაგალითად, ხა ისიც ცვლილებაა, რომ ვთქვათ, წინა საუკუნეებში დიპლომატები იყვნენ ხოლმე, ვთქვათ, ყველაზე უფრო განათლებული, ანუ არისტოკრატია, არისტოს არის საუკეთესო, საუკეთესოების მმართველობას ნიშნავს პირდაპირი გაგებით, პირდაპირი თარგმანით ბერძნულიდან არისტოკრატია და მმართველობის ფორმად განიხილავს ერთ-ერთად, ხო, არისტოტელე ბოლოს და ბოლოს ხო თავის პოლიტიკაში და არისტოსები მიდიოდნენ, საუკეთესოები, ანუ უნდა წასულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა თავისი ქვეყნის სახეს და რა უნდა ყოფილიყო ეს თავისი ქვეყნის სახე, ის უნდა ყოფილიყო ყველაზე განათლებული, უნდა შეძლებოდა ყველაფერზე საუბარი, კარგმა დიპლომატმა, ხო, უნდა მოახერხოს ფეხბურთიდან დაწყებული კოსმონავტიკის თამადის კრიტერიუმებს გავს მეთქი გარკვეულწილად, ხო? კარგი თამადაც უნდა იყოს, ხო? ანუ თამადას რა კრიტერიუმები სჭირდება მეთქი, ანუ განათლებული უნდა იყოს, იმპროვიზირება უნდა შეეძლოს, ნებისმიერ თემაზე რო განათლებულ თამადებს. არა, ადრე იყო მიჩნეული, ეხლა სადღაც. ანუ ზოგადად, ანუ კარგი დიპლომატი, კარგი თამადაც უნდა იყოს, ხო? ანუ ენაწილიანი ტიპიც უნდა იყოს, ხო? ანუ მას უნდა შეეძლოს, რომ თავისი ჭევრმეტყველებითაც მოხიბლოს, ხო? თქვა თავისი კოლეგები, არ ვიცი, ვისაც შეხვდება და ეხლა მაშინ თუ ცოტა დიპლომატი იყო, ცოტა სახელმწიფო იყო თან, ხო? ხა მე-19 საუკუნის დასაწყისში სულ რამდენი სახელმწიფო იყო სოფლიოში 30 არა მგონი, ხო და ხა დიპლომატიც ვერ იქნებოდა, ხა პირდაპირ მიდიოდა მონარქთან, უნდა შეძლებოდა რომ ყველა თემაზე ელაპარაკა, ხო კიდევ ფეხბურთიდან დაწყებული, დამთავრებული კოსმონავტიკით, ეხლა იმაზე არ ვსაუბრობ, რომ ხა ისტორია უნდა ცოდნოდა და პოლიტიკა უნდა ცოდნოდა, ხო, ანუ განათლებული ადამიანი. მე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მდიდარი რა, ანუ შეძლებული, ანუ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, რომ ვინმეს ადვილად ქრთამით ეყიდა. ანუ იმდენი ქონება უნდა ქონოდა, რომ ადვილად არ გაყიდულიყო, ხო? ეხლა მით უმეტეს იმ დროში, ძველ დროში, ხო? ეხლა დღეს ხო აღარ არის ასეთი დიპლომატია, ხო? ცოტა გაყიდულიყო რა. ანუ ხო, ნუ მაშინ ძალიან ძვირად უნდა გაყიდულიყო, ხო? ტალეირანი და არ ვიცი, ხო და ეხლა დღევანდელ სოფლიოში ხა დიპლომატებს რო აკვირდებით, ხო, ახლა ასეთ დიპლომატები აღარ არიან, ხო? ანუ ხედავ რომ აი იცი რა ურჩევნი აი 35 წელი ვიმუშავდა, მე პენსიაზე გავდივარ. ანუ აი ეს მოწოდება არ აქვს რა რაღაცნაირად, ხო? როგორ გითხრათ, როგორც აი ბიუროკრატი ისეთად ბევრ შემთხვევაში ასეთად იქცა. აი მე მგონია რომ ერთი მიზეზი რატომაც თქვა სულ პოლიტიკური დანიშვნები გააკეთა, ხო, ეხლა ამერიკის პრეზიდენტმა კარიერის დიპლომატებს აღარ წყალობს. ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ კარიერის დიპლომატები მას წარმოუდგენია და ხშირად სამართლიანადაც, რომ არიან აი ესეთი რა, ესე იგი სახელმწიფო მოხელეები არიან, რომლებიც როგორც ჩვეულებრივი ბიუროკრატია ისე მუშაობს რა და ამათი ეფექტურობა ოპორტუნისტები არიან. აი ოპორტუნისტები შეიძლება არ არიან, მაგრამ ნუ აი ელოდება რა, რომ აი მიაღწიოს პენსიის ასაკს რა. ასეთ დიპლომატები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არ აქვს, ხო, აი ნუ საჯარო მოხელეა რა, ანუ არა ესეთი ასეთები არ არიან, თქვათ, ყველაზე უფრო ეფექტურები და რა, ანუ ცოტა აი ხარისხმა შეიძლება ზოგადად დაიკლო დიპლომატიაში. რა თქმა უნდა, ეხლა შეხვდებიან ისეთი დიპლომატები, რომლებიც მართლა აი ხეცები არიან და ხვდები, რომ აი ეს რაღაცა სხვა მასშტაბია და რაღაცა, მაგრამ ну აი გადაეყრები რომ ახლა რაღაცა უცებ რაღაცა არიცის სოფლიო ლიტერატურიდან, იქ რაღაცა არიცის, არ ვიცი რომ რაღაცა მითოლოგიიდან, იქ რაღაცა
გაიჭედა რაღაცა იმაზე, რა ვიცი, სპორტზე, ხო, რაღაცა, ანუ დიპლომატი ისეთი უნდა იყოს, რომ ხა დიპლომატები იტყუებიან, ცხადია, მაგრამ ისე არ უნდა მოიტყუო, რომ დაიწვა. თუ დაიწვიდა, მიხვდე, რომ იტყუები, აღარ მოგისმენა რა. ისე უნდა მოიტყუო, რომ ადამიანი გაღიმებული გიყურებდეს და ბედნიერია. კრედიტულობას კარგავ, ხო, ასეთ შემთხვევაში არა, მაგრამ მომზადებული უნდა იყოს დიპლომატია. ეს შეცვლილია ხა. მე ხა ამ სოციალურმა ქსელებმა, რა თქმა უნდა, ხა ტვიტერის დიპლომატია გაჩნდა და სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადება, დადებული სტეიტმენტი ოფიციალურია, ხო, აი ჩათვალეთ, ხო, ხა ეს შეიცვალა, მაგრამ აი ძალიან ძლავრად მოდის ხელოვნური ინტელექტი, ხო, ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა შეიძლება დღეს ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ 10 წელიწადში, 20 წელიწადში, 30-ში, არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება ეხლა ვერ წარმოვიდგინოთ, შეიძლება 10 წელიწადში რაღაც პროფესიები გაქრეს. მე იმასაც კი წარმოვიდგენ, რომ მეცნიერება ისე განვითარდეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს გრძნობაც გაუჩნდეს და აი მე ნახეთ რა იქნება ჩემშვილს რობოტი შეუყვარდა და რობოტს სახში არ შემოუშვებ და ასე შემდეგ და მე რობოტს რო დაშორდება და რობოტთან როგორ უღალატა ხალო ცოლს იმ რობოტს უფლებებიც ექნება მე და აი მე ის ამბავი რო იქნება რომ აბა რა ხდება დაშორდნენ ეხლა რობოტი და ადამიანი ქონებას როგორ იყოფენ და შვილები როგორ ისთარჩება და როგორ რჩება და რობოტის ალიმენტი და ალიმენტი რობოტს და ესეთი ამბები შეიძლება წამოვიდეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ ვერ ჩაანაცვლებენ დიპლომატიას. დიპლომატია დარჩება იმ სპეციალობად, რომელსაც ვერ გააკეთებს რობოტი, ვერ გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი. ამაზეც მინდა და საუბარი კარიერის შემგადახვევა. ეს საქმიანობა დარჩება ადამიანების ხელში საბოლოო ჯამში. ეს ვერ გადავა ხელოვნური ინტელექტის, შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაიხმარო რაღაცეებში, მაგრამ ამას ვერ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ან ვერ იქნება ელჩი ხელოვნური ინტელექტი. რობოტოკრატია არ გვემუქრება? ამ სფეროში არ იქნება, ანუ რაღაცებში იქნება რა. ქვეყანას მართავს, აგერ ჯენზი რევოლუციის მერე ცოტა ხანი, არ ვიცი, ეხაც ეგრეა თუ არა, მაგრამ კაი ხანი იყო, ხელოვნური ინტელექტი მართავდა რა იქ რაღაცებს. კიდევ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დავიხმაროთ, მაგრამ აი ის რაც არის დიპლომატია, ხო, ეს არ არსებობს, ანუ აი ხელის ჩამორთმევიდან დაწყებული, აი და დიპლომატიას არ უყვარს საჯაროობა. დიპლომატიამ შედეგი რომ მიიღო, რაზე ლაპარაკობ, ეს თუ წინასწარ გამჟღავნდა, ხო, მაშინ სხვა მანქანები სხვადასხვა მხრიდან შეიძლება ჩაერთოს, რომ შედეგზე ვერ გახვიდე. დიპლომატიას უყვარს კარს მიღმა მუშაობა, არასაჯაროობა. ეხლა ხანდახან მოვისმენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსებისგანაც, რომ როგორ შეიძლება ყველაფერი უნდა იყოს საჯარო, როგორი სიბრიყვია, იცით, მაშინ ვერ გახვალ შედეგზე. საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ დიპლომატია ვერ იქნება საჯარო. მე მგონი ეგ უბრალოდ პოპულიზმის მცდელობაა. პოპულიზმია პოლიტიკოსების მხრიდან, ცხადია, ეხლა სიტყვაზე ვთქვათ, მე ლაპარაკობ რაღაცას ევროპის კავშირთან, რაღაც თემაზე. და მეუბნება რომ აი ხლა აი გაწევრიანებ 2 წელიწადში. ეხლა ამ დეტალებზე რომ ლაპარაკობ, ეს რომ მე გამიბაზრდეს წინასწარ, ხო? აუ, ეხლა რას იზამს რუსეთი, რას იზამს ის, რას იზამს ეს, აი, ხო წარმოგიდგენიათ, ანებისმიერ თემაზე რა ვიცი, აი, მიდის ეხლა კულუარულად საუბრები რაღაცაზე, ვთქვათ. ეს თუ წინასწარ გახდათ ცნობილი, ხო? ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს თან ისეთი, რომ ეს ამბავი ვერ გაიტანო. ახლა წინასწარო ცოდნოდა თქვათ რა მიდიოდა საუბრები საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, არც ერთი ის შეთანხმება არ შედგებოდა, რომელიც შედგა და რომელმაც მე საბოლოო ჯამში მოიტანა ის, რომ დაიშალა ბოლოს საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ. ხო, ანუ წინასწარ დიპლომატიაში რაღაცეების თქმა აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ის საქმე შეიძლება არ გამოვიდეს და თუ გინდა რომ იყო ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და დიპლომატია პრაგმატული საქმიანობაა, ომის დროსაც დიპლომატები ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაშინ როდესაც შეიძლება ერთმანეთთან არ ლაპარაკობდნენ პრეზიდენტები, შეიძლება ერთმანეთს ესროდნენ ქვეყნები და ხალხები, მაგრამ დიპლომატია ეს საქმიანობაა, რომ შენ მაშინაც კი შენს მტერს ელაპარაკები. თუ არ მოგწონს ეს მორალურად, ნუ ოკეი, წადი იყავი მჭედელი, წადი იყავი ტაქსისტი, იყავი მეწარმე, რაც გინდა, იყავი ექიმი, იყავი, ეს საქმე დაუტოვე იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია რომ ომის დროსაც კი მტერს ხელი ჩამოართვას და ილაპარაკოს
თავისი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად. ძალიან დასაფასებელი თვისებებია ეს, იმიტომ რომ შენი თავის ჯერ მარტო მართვა, მერე გარკვეულწილად ეგეთი რთული მოლაპარაკებების წარმართვა, პირიქით, ესე იგი რაღაცა როგორ გაძლიერებს შენი ქვეყნის სიყვარული და შენი ქვეყნის ინტერესები, რომ ამის გადალახვა შეგიძლია და ამის გაკეთება. ეს უფრო დასაფასებელია, მე თუ მკითხავ. ხო, დიპლომატები ძალიან დიდი მორალური დილემების გადალახვა უწევთ. ეს ამიტომ ამბობ, ეს არ არის ადვილი საქმე. იმის გარდა რომ უნდა აზროვნებდე, იმის გარდა რომ უნდა შეგეძლოს ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი გამოსავალის პოვნა თან რამდენიმესი, ხო, ერთის არა, რამდენიმე ვარიანტი უნდა კონდეს. გარდა იმისა, რომ ძალიან შეზღუდული ხარ ბევრ რაღაცაში. ხა აი რამდენჯერ ხა ადამიანურა, ვიცი, აი მოგდომებია, რომ სადღაც საბერძნეთში კუნძულზე ხარ და აბა მეც ეხლა ავხტები ამ იმაზე ბარზე და მეც გავაჯაზებ და დავთვრები და არა, აი საკუთარი თავის კონტროლი რო სულ უნდა დისციპლინა, ანუ ბევრი შეზღუდვა გაქვს რა, ისე ვერ მოიქცევი როგორც ვთქვათ ჩვეულებრივ შემთხვევაში, ახლა მთრალი ვერ დაწვევი და ვერ დაიძინებ პლაჟზე და ასე ანუ იმის ქვეშ ხარ ადგილსამყოფელი ქვეყნის და ან ჩუმად უნდა იყოს როგორც აი სარკოზი და ფაქურის ქვეშ ხარ მუდმივად რა კი აბსოლუტურად გეთანხმები და თარგეტი შეზღუდვები აქვს თარგეტი კი ან როგორც სარკოზის და კრამეს და იმას რომ მატარებლის კუპეში რო შეუვარდნენ ჟურნალისტები და უცებ რო გადამალეს რაღაცები, ეგ შემთხვევა თუ არ არის? ეს ხო პროპაგანდა იყო რა. არა, რა თქმა უნდა, არა, გადავა, ხა ეგ თან არაფერი რაღაცა. ქაღალდი იყო იქ და რაღაც გადაწიეს და ეგრევე როგორც ეგრევე კლუბში რო ოთახში შეუსწრებ ვიღაცას ეგ. ეგ რა თქმა უნდა. ეს იმიტომ რომ ხო არის რაღაცა ის რა. ხო არის რაღაცა კიდე, ნახეთ, ეგ კიდე სხვა ამბავია რა, დიპლომატ შეიძლება ვთქვათ აი ამ დონეზე ის არ კონდეს, რომ დიპლომატიაშიც არის რაღაცა ეტიკეტია და ეს ყველაფერი. ეს ეხლა უკანა პლანზეა ცოტა გადასული, მაგრამ მაკრონის და ამათ შემთხვევაში ესენი პოლიტიკოსები არიან. მაკრონი ხო, ესენი პოლიტიკოსები არიან, ესენი კენჭს იყრიან. დიპლომატი არ არის, კენჭს არ იყრის და ვთქვათ, ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ აი ეს იკონა როგორი იქნებოდა, რა სურათი დადო ამ მომრჩეველთან, მაკრონს ესეც აწუხებს და დიპლომატს ეს არ აწუხებს. დიპლომატს უფრო ეს ეტიკეტის მომენტი აქვს და ხო, ნუ ახლა ძალიან ეს რაღაცა არ ვიცი დიპლომატიას უნდა იყოს და დიპლომატიას ეხება ეგ მარტო თუ მთლიანად პოლიტიკას, მაგრამ ტვიტერი რა თქმა უნდა სოციალურმა ქსელებმაც რაღაცები შეცვალა, მაგრამ ნახე, აი სანამ დავიწყებდით ჩვენ მაშინ საუბრობდი და მოგიყევი აი მაკეინის ბოლო გამოსვლა მეთქი არიზონას შტატში და იქ როგორც ისაუბრა დამარცხების შემდეგ ობამაზე და სხვათა შორის მე ობამა მის პანაშვიძე იყო თუ არ მახსოვს მე მგონი პანაშვიძე სიტყვას წარმოთქვა და ეს მის მაკეინის დაბარებული იყო რომ მოვიდეს აუცილებლად და მე როგორც მახსოვს ესეთი რაღაცა ქონდა მაკეინის დაბარებული ქონდა რომ ობამას წარმოეთქვა სიტყვა და დაკრძალვაზე ყოფილიყო პრეზიდენტი სააკაშვილი აი ესეთი რამე დაბარები ხო იმიტომ რომ ეგენი მეგობრობდნენ ხა მაკეინი და იცი რა მაინტერესებს? აი ეგ სტანდარტი, რაც მაშინ მაკეინსა და ობამას შორის იყო და ეგ ხა ხო არ იყო მხოლოდ ამათ შორის, მანამდეც იყო ეგეთ პრეცედენტები, რომ მანამდე ხოცავთ ერთმანეთს, მე რაღაცა სტანდარტია, ეტიკეტია და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ეს, მე არ ვიცი, აი ტრამპია ამის მიზეზი გარკვეულწილად და მისი თქვა ახალი ტრამპის ფიგურით, ასე თქვა ერთი დევიდ ჩაპელია, ეგეთი კომიკოსი და ტრამპზე იძახის ხოლმე he's an honest liar. ხო და არ ვიცი მან დაამკვიდრა ეს უცხოელი მატყუა ხო უცხოელი მატყუა არ ვიცი ეს მან დაამკვიდრა თუ როგორ არის მაგრამ ნახე მანამდე ხო წარმოუდგენელი იყო ბევრი ისეთი რამ რაც ერთი 10 წლის წინ რაც წარმოუდგენელი იყო ურთიერთობების ფორმები ასე ვთქვათ უმაღლეს დონეზე დღეს ეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი რომ მაგალითად შეუძლია გამოვიდეს პირობითად ამერიკის პრეზიდენტი და ქვია დემოკრატებზე ისეთი რაღაცა თქვას რომ სიმართლეა თუ არა ეგ ცალკე ამბავია ფორმებს გულისხმობ ანუ ტრამპში მოწონდათ ადამიანებს ის რომ მას შეეძლო აბსოლუტურად გაუფილტრავად ნუ ესე აღიქვავდნენ ეს მათი გადმოსახედიდან ტრამპი ამას რატო აკეთებდა, როგორ აკეთებდა, ცალკე ამბავია. მაგრამ შეგრძნების დონეზე ხალხისთვის აღარ შეეძლოთ რა ეს რომ აი ეს აი მაგალითისთვის თქვა რა, რიგით ქართლს რა ურჩევნია, კიდე გაიგოს ერთხელ რომ ევროპა შეშფოთებულია ამ ამბით და ისევ ის ტექსტები, რაც ზოგადად მიღებულია, თუ აი ვიღაცა გამოვიდეს და ბოლო ბიჭო რა ხდება, აი როგორც ტრამპი რა, ტრამპის სტილში თქვას თუ ისევ შეშფოთებით, რომ ეს მიუღებელი ეს რაღაცნაირად შეიცვალა რა, იმიტომ შეიცვალა რომ მაგალითისთვის ზელენსკი რო ჩავიდა თეთრ სახლში, როგორც იქ დახვდნენ, რაც იქ მოუწყეს, ჩვეულებრივად გეგონება კრიმინალური ავტორიტეტის გაჩერება მინდიოდა. ეგეთი რაღაცა მანამდე რავი თითქმის წარმოუდგენელი იყო, ხო, იმიტომ რომ რაღაცეებთან არის ეს კავშირში რა და როგორ ფიქრობ,
დიპლომატიაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ ამ კუთხით, მაგრამ მთლიანად პოლიტიკაში ეს ცვლილებები რაც ხდება, ანუ ეს რამ გამოიწვია, რა როლი აქვს ტრამპს და აქვე ისიც არის, რომ ტრამპიც არ ყოფილა პოლიტიკოსი, თქვათ ხო, უფრო ბიზნესი და შოუ ბიზნესიდანაც კი, ბიზნესი და შოუ ბიზნესი ერთად და ზელენსკი აქეთ დღეს ორი ძალიან ისეთი სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და აქეთ ზელენსკი, რომელიც ასევე სერიალით მოვიდა და ფაქტურად იქაურსი სტენდაპი და შოუ ბიზნესიდან მოვიდა. ამ შოუ ბიზნესიდან მოსული ადამიანების ამბავია ეს თქვათ და რაღაცა ტრენდად ნელ-ნელა ყალიბდება, რომ ადამიანებს პირდაპირ ეს ელაპარაკო თქვათ უშუალოდ იღადაობით, ხუმრობით, რომ არ მოიწინოს მანაც, ხომ ტრამპში ეგმოწონათ, რომ რაღაცა ყველა იცინოდა რა, რაღაცეებზე, ხო, როცა საუბრობთ. აი მაგალითისთვის რა, არის გაკეთებული ძალიან კაი კოლაჟი, როგორ გამოდის ობამა და როგორ აცხადებს, რომ ბენ ლადენი მკვდარია, ან რაღაცა ეგეთი, იმითი ოფიციალურად, რაღაცნაირად და მერე ტრამპი გამოდის და his dad we kill him like a dog. იტყვის და მორჩა, ხტები ახლა. მანამდე ეს წარმოუდგენელი იყო, რომ თუნდაც ტერზე ესეთი ტერმინოლოგიით გესაუბრა და მაგითო ვიძახი, ანუ ეს რამ განაპირობა და მე ხო არ მეჩვენება მარტო. ხო, ეხლა რამ შენს იმაში კითხვაში რა, მან რამდენიმე შრეა, ასე ვთქვათ რა. ნუ აი პირველი ეხლა ეს მაკეინის ეს სპიჩი, ხო, გვახსოვს ამ წაგებული კანდიდატის სპიჩი, მაგრამ ეს სტანდარტი მე მგონი ეს სტანდარტი ზოგადად არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, უბრალოდ მან არის ვინ როგორ აკეთებს მერე, ვინ როგორ აი ამ სტანდარტის მიხედვით ვინ როგორ მოიქცევა და ეხა აქ ხო რა თქმა უნდა ეხა ისეთი პოლიტიკოსები როგორიც სენატორი მაკეინი იყო ან კიდევ არ ვიცი ეხა მე ვინც მახსოვდება თუნდაც პრეზიდენტი რეიგანი ან კიდე იქითაც შეიძლება უფრო წარსულშიც გადავიდეთ ან უფრო კიდე აქეთაც შეიძლება გადმოვიდეთ ხო ხო ახლა ვიღაცეები უფრო მაგრად აკეთებდნენ ამას ვიღაცეები შეიძლება ნაკლებად მაგრად აკეთებდნენ ეს მე მაინც გონია რომ არის პოლიტიკური კულტურის ამბავი და იქ ხო მაღალი პოლიტიკური კულტურა მაღალ პოლიტიკურ კულტურაში გულისხმობ იმას რომ იქ ადამიანებს, მოქალაქეებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აქვთ ინსტიტუტების მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც აქვთ პატივისცემა განსაკუთრებით ტრამპს. აი ტრამპსაც ვიტყვით, მივიდე ტრამპამდე და აქვთ ამავდროულად აი ეს მარცხის მიღების ასე ვთქვათ კულტურა ხო ანუ არჩევნების შედეგი ეს არის და მივიღე არჩევნების შედეგი ხო როგორც სპორტში რა დავხუცეთ ერთმანეთი და ხელი ჩამოვარდეთ აი გავს რაღაცეები კი ბატონო ერთმანეთს ეს ძალიან მაღალ დონეზე არის ზოგ ქვეყანაში შედარებით ნაკლებად და ზოგან შეიძლება ეს თქვათ არ იყოს ხო ეხლა ჩვენს პოლიტიკურ კულტურას თუ დავაკვირდებით განსაკუთრებით ეხლა ბოლო პერიოდში სტანდარტი რომელსაც ამკვიდრებენ სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა ეს პირველ ყოფილი კი არა პირველ ყოფილ ადამიანს ალბათ უფრო მაღალი სტანდარტი ქონდა ვიდრე ეს არის სრულიად აი ყველაზე უფრო ნადირის ყველაზე დაბალ ინსტინქტებზე დასული სტანდარტია ხო რა ვისაც მე უბრალოდ არ მოვწონვარ ის უბრალოდ უნდა გავანადგურო და ასეთ სივრცეში ახლა იმ პოლიტიკის ადგილი არ რჩება რა პოლიტიკა ჩვენ სინამდვილეში გვინდა ხო ეს ერთი ასე ვთქვათ ნაწილია ხო მეორე ახლა რაზე ჩვენ საუბრობდი ეს არის აი დიპლომატია სახელმწიფოს უმაღლესი პირების დონეზე ხო ახლა აქ შეუძლებელია ვინმე როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოს იმას რასაც ტრამპი ამკვიდრებს თუ არ ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში რაც მოიტანა ხო ეს ახლა ხო ნამდვილად არ გავს იმას რაც მანამდე ვიცოდით და ეს ძალიან განსხვავებულია ხო ხანდახან შეიძლება იმიტომაც არის გამაღიზიანებელი რომ ჩვენ ამას არ ვართ მიჩვეული თუმცა ხა მე რაც მისაუბრე ამერიკელებთან აი იქ იგრძნობა რომ მათ მობეზრდათ აი ეს პოლიტიკური კორექტულობა პოლიტკორექტულობა რომელმაც მიიღო რაღაცა რელიგიის სახე და სადაც
სიმართლე იკარგება. და ეგ მიბული იყო cancel culture-თან და ვოუკიზმი და cancel, რა თქმა უნდა, მიბმული იყო და რაც მარაზმში გადავიდა დიდი ხანი. კი, ახლა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვისაც აქედანაც რო უყურებდით, ხო, აქედანაც ასე ჩანდა, რომ აი ვიღაცა უნდა გახდეს არ ვიცი იმის საავადმყოფოს დირექტორი იმის გამო რომ არის და მე არის ჩამონათვალი უნდა არის ქალი, არის ფერატანიანი, არის ლატინოსი, რომლის ბებია იყო აზიელი, რომელიც თან კიდე რაღაცა ვთქვათ განსხვავებულ სექსუალურ ქცევას ამჟღავნებს და აღსარებლობით არის კიდე და ნუ იქ რაღაცა იმის არ ვიცი რაღაცის რაღაც ხო ანუ კიდე რო არ გაგვიგია ისეთი ვთქვათ რაღაცა მიმართულება ხო რატომ იმიტომ რომ აი ეს იმდენად არაბუნებრივია და თან ამის თქმა რომ კიდე აი ეს კორექტულად უნდა ითქვას ეს როგორ ჩანს მობეზდათ იქ ადამიანებს და ადამიანებმა ჩათვალეს რომ აქ სიმართლე იმალება და ამიტომ და ტრამპი როგორც ამას ამბობს ის მირჩევნია იმიტომ რომ ეს ნაღდია ვიდრე შეიძლება არ მოწონს რომ იგინება მაგრამ ეს ნაღდია და ის კიდე ის არ არის ნაღდი ხო ეს კი ბატონო ეს თქვათ ალბათ ეს არსებობს მაგრამ აი უმაღლეს დონეზე ვთქვათ ხო აი ასეთი ქცევა პირველ ვადაშიც იყო იქ მონტენეგროს პრეზიდენტი გაწია და აი პირველ ვადაში საერთოდ ეს სახშე ზელენსკისთან შეხვედრა ამას ქონდა რაღაცა სხვა წინაპირობები რა ეს რა ჩვენ დავინახეთ იმის იქით იყო კიდევ ეგ გასაგებია როგორი წინაპირობაც არ მქონოდა ჩვენ ამ სურათ შეჩვეულები აქამდე არ სამყაროს ლიდერი ასე არ იქცევა და ასეთ რაღაცას არ ხარ შეჩვეული იცი რა არის ახლა ხრუშჩოვი გამოვიდა ფეხზე გაიხადა და გაეროს გენასამბლეაზე ტრიბუნაზე იდგა და ფეხსაცმელს უყამდა და ახლა ესეც არ იყო ახლა ყველაზე უფრო ასე ვთქვათ რაღაცა მისაღები ქცევა ხო მაგრამ მე გეთანხმები რომ ასეთი დასავლეთის ქვეყნებზე უფროა ახლა შეიძლება ერთეული შემთხვევა იყო ეს და აქ ახლა ამას რეგულარულად რომ ხედავ შესაძლებელია ვთქვათ ეს მოქმედება შეიძლება ეს არის მისი მხრიდან შეგნებულად გაკეთებული არჩევანი მან აირჩია პოლიტიკური კომუნიკაციის ეს ფორმა. ერთ რამეს მინდა რომ აი მე გეტყვი რატომ გაამართლა. სანამ ტრამპი მეორე ვადით გახდებოდა პრეზიდენტი, სოფლიო მედიის ყურადღება მთლიანად წაღებული ჰქონდა პუტინს. რაც ტრამპი არის პრეზიდენტი წელიწადი და რამდენი გამოდის 6 თვე არ არის ჯერ ხო ჯერ არ არის წელიწად ნახევარი ხო წელიწად ნახევრის განმავლობაში სოფლიოს მედიიდან პუტინი გამქრალია. კიდე ვიღაცეები გააქრომ სოფლიოს მედიიდან. მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს მისი სრულიად შეგნებული, გამიზნული, ძალიან მიზანმიმართული, შერჩეული ფორმა პოლიტიკური კომუნიკაციის. ეს მარტო ხო არ იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან ჭკვიანი ხალხი ყავს ადმინისტრაციაში და გვერდითაც რომლებიც ყოველთვის ასეა და იქ მრჩევლები მე ყოველთვის ეს მაინტერესებს რა ანუ რა თქვა ეგ ერთი საკითხია რა თქმა უნდა მე სულ მაინტერესებს რას აკეთებს ხო ეხლა რა თქვა და როგორ თქვა ეხლა გრენლანდიასთან მიმართებაში ცხადია გამოვშტერდით ყველა ხო მაგრამ მე არ მქონია ეს შოკი იმიტომ რომ მე ვიცი რას უკავშირდება გრენლანდია ანუ მე ვიცი რა არის არქტიკის თემა ერთადერთი რამაც შეიძლება რაზეც აი როგორ გითხრა რაზეც კაიფობდი სინამდვილეში უფრო კომუნიკაციაზე აუ რეებს და აქედანაც კომუნიკაცია საოცარი იყო 15 ჯარისკაცი რო გადასვა იმან 15 ამან და რაღაცა ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ არსებობს რომ მოხდეს მაგრამ აიღო მედიის ყურადღება თან პუტინი გამქრალია აი დააკვირდით ყოველდღე რაღაცა ისეთ საკეთებს ან დატვიტავს ან გამოვა იჩრდილება პუტინი რა. პუტინიც ახლა ისეთი ლიდერია, რომელსაც თვითონ უნდა რომ 135 ის ქონდა Truth Social-ზე პოსტი ტრამპს ერთ დღეს. 135. აი მაგაში ჯაბნის ხო? ანუ ამიტომ ამბობ აი შესაძლებელია ამას სრულიად შეგნებულად და აი ესე ულაგებენ, აი ესე უნდა გააკეთო, აი ეს წინადადება უნდა თქვა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ეს გაამართლებს. ეს შეიძლება ამართლებდეს ტრამპის შემთხვევაში. მაგრამ ეს ამართლებს თუ არა ეს მაგალითად კონტინენტურ ევროპაში, არ ვიცით. იმიტომ რომ აი იმავე ვთქვათ გაერთიანებულ სამეფოში შეიძლება იმიტომ ბორის ჯონსონი, ნაიჯელ ფარაჯი ამართლებს იქ ნაწილობრივ, შეიძლება სულ არა, მაგრამ ნაწილობრივ ეს
აი რამდენად ეს იქნება შესაძლებელი კონტინენტურ ევროპა მე ცოტა გამიკვირდება რომ ეს შესაძლებელი იყოს ჯერ შეიძლება არა იმიტომ რომ იქაც რაღაცა კიდე მოსამწიფებელია შეიძლება მაგრამ შეიძლება მომავალში იქაც გამოჩნდეს არ ვიცი იცი რა მაინც სოფლიო პოლიტიკაშიც ესე არის ხოლმე რაღაცები მოდის ტალღებად რა რაღაცა ტრენდული იქნება მე ეს ტრენდი გადავა და შეიძლება სხვა ტრენდი დამკვიდრდეს ხო ამიტომ ამის თქმაც გამიჭირდება რომ ეს თქვათ ასე იქნება ეხლა სოციალურ შეცვალებას კი და აქაც იყო მაგის დელობები ეხლა მაგალითად რატომ პროიცი რომ მარტო ამერიკის შემთხვევა არ არის და მე უბრალოდ მაინტერესებდა რომ ეს ტრამპის დამკვიდრებულია გარკვეულწილად ამან შექმნა ეს ტრენდი იმიტომ რომ არა მარტო ტრამპი ზელენსკის ამბავიც ვიცით როგორი ფორმებით გახდა იმიტომ რომ სერიალი მანამდე სტენდაპები და ასე შემდეგ ხო ანუ ფაქტიურად რაც მოხდა საარჩევნო კამპანია ქონდა აი რაც მოხდა სერიალში ის მოხდა მე რეალურად ხო შენთვის არ იყოს შეიძლება ვიღაცები ფიქრობენ რომ დღეს ეს არის რა დღეს ამას მიაკ დღეს ეს ვირუსდება უფრო და დღეს ეს უფრო მიდის ადამიანებამდე ასეთი ფორმით დალაპარაკები რა თქმა უნდა უფრო ეხა ეს ეხება იქ ტრამპის ამბებს მაგრამ ამით იმის თქვა მინდა რომ ეს ესე შემთხვევით წამოსული თავხედობა არ არის სტრატეგიაც არის გარკვეულწილად ეს მგონია ხო და მეც გეთანხმები რომ ტრამპმა რაც მოახერხა ამ კუთხით რომ აი ეს უმიდიოდა პუტინზე და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზედაპირულად არ შევხედოთ ჩვენ ყველა შეგვიძლია რომ ჩვენი დასკვნა გავაკეთოთ გინა ტრამპი იყოს გინა პეტრე გინა პავლე მაგრამ ეს უნდა იყოს დამყარებული რაღაცა ინფორმაციის ცოდნას არ შეიძლება ესე უბრალოდ რომ ვაიმე ყველა იმაზე შოკი გქონდეს თუ ყველა ტრამპის გამოსვლაზე შოკი გაქვს მაშინ ტრამპმა მიაღწია თავის მიზანს დავიწყოთ აქედან იმიტომ რომ შენ ზუსტად ანუ ეგ შოკის ეფექტზეა დათვლილი მაგაზია ატვი თავიდან ბოლომდე იღებს ამ შოკის ეფექტს ანუ რისი მიღებაც უნდა ამას იღებს ხო აი გამოვა მაგალითად და იტყვის რომ ერთი კვირის მერე კიდე იქნება მოლაპარაკებები მშვენიერი და სატელეფონო საუბარი მქონა ირანთან და მეორე დღეს შეიძლება უცებ შიგნით შევიდეს ხო? ამიტომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რას ამბობს ეს ერთია, მაგრამ აი თუნდაც გეოპოლიტიკურ ხაზზე რა ხდება ეს მეორე. ამიტომაც არის ხოლმე რომ ტრამპს მე ისი არ უსმენ, გამოვა რუბიო და იმამს ამბობს რაც რითიც გავიგებ დაახლოებით რაზეა ლაპარაკი რა ანუ ყოველ შემთხვევაში თუ გინდა რომ ყური დაასვენო, მაშინ რუბიოს უსმენ ხოლმე, მაგრამ ტრამპსაც თავისი მეთოდები აქვს, თავისი ტაქტიკა აქვს და მართლა ეხა ესე არ ხდება რომ უბრალოდ გამოვიდა და წამოაყრა და ამხელა ქვეყნის პრეზიდენტია, ამხელა ინტერესებია საუბარი. ბიზნესიდან მოსული კაცია არ დაგვაუსწეს ეს ბიზნესიდან მოსული კაცია და ბევრ რაღაცა შეიძლება უყურებს იმ პრინციპებით, რა პრინციპებით ჭარბობს ბიზნესში, ხო? ანუ ესეც ალბათ გასათვალისწინებელია, ხო? ანუ აი, რამდენად გამოუვა თქვა სხვებს, ეს ცოტა მაგრამ ეხა ერთი მომენტი ეხა ზელენსკი ახსენე, ზელენსკის კამპანია იყო განსხვავებული, ხო, მაგრამ ეხა ნახე როგორი კამპანია ქონდა უნგრეთში მაგიარს. ეხა მისი სრულად განსხვავებული, ყველგან ჩავიდა ტიპი, ყველგან. რაც თქვა ზელენსკის არ ქონია, ყველგან მიდიოდა, ხო? აი ეს ძალიან პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ხო, დიდ დრო ხო არ არის გასული, ხო? ანუ ალბათ მაინც მნიშვნელობა აქვს, ანუ რა ქვეყანაა, იმ ქვეყანაში რა პოლიტიკური კულტურაა, რა პოლიტიკური წარსულია იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის გამოცდილება, ყველა ქვეყნის პოლიტიკას აქვს რაღაცა თავისი სპეციფიკა, ხო? სადღაც ისამართლებს, სადღაც რაღაცა სხვა გაამართლებს, ხო? აი შეერთებული შტატების შემთხვევაში მე ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? აი რასაც იღებს ამას, აი როგორც იმიტომ რომ დაიღალა თქვა აი მეორისგან და აი ამის გაგონება აღარ უნდა და ოკეი, კი როგორ არა იყოს რა და ბოლოს და ბოლოს ახლა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი არის ამორჩევებს რა აინტერესებს, ამორჩევებს აინტერესებს მე ვისაც ავირჩევ, იმან მოიტანო შედეგი. მე მესმის რომ ჩემი მოლოდინები თქვა 100%-ით არ გამართება, მაგრამ 50%-ით თუ გამართება, მე ყოფილი ვარ, ხო? და ტრამპის შემთხვევაში ის რო ეუბნება America First და რაღაცა და ამას რო ხედავს, ბიჭო ირანი ერთ დღეში გაუნადგურა მთელი ლიდერშიპი, აქეთ ეს ვენესუელა, რომელიც მართლა ეკალი, საიდან მოიყვანა. ის არის არა, მე არ გონია ირანთან მიმართებაშიც, მე არ უყურებ ასე ყოველ შემთხვევაში, ნახე. არა, მე არ ვამბობ რომ რამე წარუმატებლად მიდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ისე არ არის რომ ირანი დაამთავრა. მე ცოტა სხვა ეგრე არ იქნებოდა ირანი ისედაც. ეგრე ისედაც არ იქნებოდა, განსხვავებული გეოგრაფია აქვს. 3000 წლიანი სახელმწიფოებრიობის უწყვეტი ისტორია აქვს. 20 წელი ემზადებოდნენ ამ. მაგრამ არის ერთი მომენტი, ვერავინ ვერ გაბედა ერთ-ერთმა ამერიკელმა პრეზიდენტმა 79 წლიდან, რაც ამან გაბედა, მაგრამ ეხა იქ არის ერთი მომენტი, დემონსტრაციები იყო რეჟიმის წინააღმდეგ და აი თელმა მსოფლიომ
მორალური ვალდებულება აკიდა ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რატომ არ ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომელსაც რეჟიმი ხოცავს. ხო ასე იყო. ხო, მაგრამ ეგ თვითონვე არ თქვა, რომ help is on the way. არა, მას შემდეგ რაც დიდი წნეხი იყო მასზე. მას მერე, რა თქმა უნდა. მაგრამ წნეხი შიგნით პარტიიდანაც იყო. ლინზი გრეიმი გამოდიოდა და აიძახდა, რომ არ შეიძლება სიტყვებით იყო რეიგანი და ქმედებებით ობამა. ხო, მაგრამ ეს ხო სულ ასე იყო. ეს წნეხი სულ არსებობდა 79-ის მერე არს რეიგანზე არ იყო იგივე წნეხი. ხო და მე ამაში ტრამპზე რატო იყო განსაკუთრებული. კეისი იყო ირან კონტრა, ხო რა, ირან კონტრა რა იყო? ირანთან მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის ამბები ახალი მომხდარი იყო, ტყვეთყავდა ამერიკელი დიპლომატები ირანს, ხო? არა, მთელი ეგეთი ამბავია მომხდარი და ირანისგან ჩუმად რაღაცა იქ ნავთობზე ფარული გარიგება იყო და იმ ფულით მერე ნიკარაგუაში ანტიკომუნისტებს აფინანსებდა და რეიგანის წინააღმდეგ საქმე იყო, წარმოიდგინეთ, ხო? ირან კონტრა, საბჭოთა კავშირი მახსოვს რემიაში მუდმივად აცხადებდა, რომ აი მორჩა, აი რეიგანს ირან კონტრა და ეხლა ნახე ამას რას უზამენ და არაფერი რეიგანმა მეორე ვადაც და ყველაფერი და დაიპირიქით საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხო? ხო და ანუ სულ იყო რა, ეგ არის რა დემოკრატიის ხიბლიც, რომ აი ეგეთ რაღაცასაც კი უზისის და ანუ არა, აი ყველაფერი უნდა გააკეთო სწორად და სამართლიანად და ასე შემდეგ. ხო რეიგანი ხო ვერ ამას ღიად ხო ვერ იტყოდა, რომ მე თანამშრომლობ ქვეყანასთან, რომელიც ჩემი მტერია და რომელსაც ჩემი დიპლომატები ყავს ტყვედ. ამას ხო ვერ იტყოდა, ფარულად უნდა ეკეთებინა, აღმოუჩინეს და აწყდა ერთი ამბავი და ვერავინ ვერ გაბედა. წნეხი რეიგანზეც იყო, წნეხი სხვებზეც იყო. ამაზეც ეს წნეხი მოვიდა და როცა შევიდა, ნახე რა მოხდა, იგივე ხალხი, რომელიც მორალულ ვალდებულებას კიდევდა ტრამპს, რომ რატო არ ეხმარება, იგივე ხალხი ალაპარაკდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. აბა ეხლა ეგ ეხა მარაზმია. ეგ თუ მე გააკეთა მარაზმია. ეს ორმაგი სტანდარტები ეხლა ეგრე არ არის. გეთანხმები? მე შემდეგი, ეხლა ეს შევიდა. ამას არ უთქვამს, რომ ეხლა ისე გამომდის, რომ ტრამპის ტივიც ლაპარაკო. საერთოდ არ არის. რატო ეხლა ტრამპის მზე არ არის? ჩემი პოლიტიკური პრეფერენციები სრულიად განსხვავებულია რა. ანუ ჩემი პოლიტიკური პრეფერენციები მე ის რა ვიცი, თეოდორ რუზველტი მომწონს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებიდან. შეიძლება ხარ როგორც დამკვირვებელი ისე საუბრობ. როგორც ხო, კი ბატონო, აი ესე საუბრობ და ცირა რო შევიდა სად გაქრნენ ის დემონსტრანტები. აი ეგ პრობლემაა ირანში. ნახეთ, როგორც კი ირანელი, რომელსაც რეჟიმი არ მოწონს მოლების, რომელიც გამოსულია პროტესტზე, როგორც კი ხედავს ამერიკის შეერთებული შტატების დროშას, ეგრევე ირანის დროშის ქვეშ იწყებს დარაზვას რა. სად გაქრნენ? არ ვიცი, მე გეტყვი რატო არ არის შეგრჩენი აზრით, ნახე. ის ხალხი, რომელიც გამოვიდა და რა მასშტაბების ისიც იყო, ანუ დაახლოებით ეხა რთულია ხო ხდები ახლა ისინი იძახიან, ესენი აყალბებენ, ესენი იძახიან, ისინი აყალბებენ, მაგრამ სადღაც 40,000-ზე იყო საუბარი. კაი, არ იყოს 40,000, თქვა 20,000. გამოსული? არა, დახუცილი ხალხის, დახუცული ხალხი. აი თავი რომ გავანებოთ ახლა იქით რომ 40 იყო თუ 20-25 თქვა, ძალიან ბევრია, ხო? როცა ესეთი ამბავი ხდება და სხვათა შორის ობამაც გამოვიდა და ობამამაც თქვა და მაგრამ მანაც კი თქვა რომ 2010 წელს მე რო არ დავეხმარეო მათო რა. მე ვთვლი რომ ანუ უნდა დავხმარებოდიო ზურგი არ უნდა შეცდომა დაუშვა. ეს თქვა და აღიარა ასე ვთქვათ რა. ეხა ამდენი ადამიანი გამოვიდა მართლა იბრძოლეს, მართლა იომეს და მართლა რა აღარ გააკეთეს, ნუ რავი, ეხა სათითაოდ რო არ ჩამოთვალოთ, ყველა кейსი კატასტროფა. როგორც მოიქცნენ საკუთარ ხალხს, ხო? ეხა ამ დროს რომ შენ გამოდიხარ და ეუბნები რომ help is on the way და მიდით და აიღეთ შენობები, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. ცოტა რთული ამოცანაა, რომ ხალხს დაუსვათ ან ვით უმეტეს იმ ამბების მერე, რაც უკვე ერთი ტალღა მომხდარი იყო ამ უბედურებების და ასე შემდეგ. ნახე მე შეეშინდა? არა, მე იმის თქმა, ვის? ტრამპს? აი, ვინც პროტესტზე იყო. არა, კი, შეეშინათ, მათ კაი ხანი ჰქონდათ ამ დახმარების იმით, ანუ ნახე შენ ისე ამობ, რომ თითქოს გარეთ ხალხი ომობდა, მაგრამ როგორც კი ამერიკის ჩარევაზე იყო, მაშინ ეგრე არა ძმაოს, მაშინ მტერი საერთოა. არა, ეგრე არ არის. უბრალოდ ადამიანებმა ძალიან ბევრი რამე გააკეთეს, მართლა გამოიფიტნენ, მართლა უამრავი ადამიანი დახოცენ, დაიღალნენ ყველაფერი და შიშიც, რა თქმა უნდა, არის ნაწილი, რომლებიც, თუნდაც იგივე ახალგაზრდობის, რომელიც გამოდის და იძახის, რომ იცი რა არის, მე შეიძლება ამათთან პრობლემები მაქვს და ამათი დედავატირე, მაგრამ ეხა როცა გბომბავთ, რა ეხა აგასვა რაღაც, მაგრამ მათ კიდე სხვა ფაქტორებია, ნახე, ტრამპს
ტრამპს ვინც აკრიტიკებს იგივე ხალხი ახლა რა მაგალითით შენ მოიყვანე რომ ერთის მხრივ ეუბნებიან რომ აი ძმაო ხალხის უფლებები ირღვევა და მე შედის და ეუბნებიან რომ რას შედიხარ კაცო იმაში ეგ ახლა რა თქმა უნდა ცალსახად სიყალბია ტაკერ კარლსონი რო დადგა და რამდენი ცხოვრობს აბა 80 მილიონი ტეტყურს რო ეკითხებოდა და რას შედიხართ იქით და რა ჩვენი საქმეა ეგ და ასე შემდეგ მაგრამ მან ძალიან ბევრი ფაქტორებია ნახე უკიდურესობების ეპოქაში ვცხოვრობთ რა ტრამპი შეიძლება გააკრიტიკო რაზე ჯერ ერთის მხრივ შეგილია რომ მანამდე უთხარო ებიჭო იქ მართლა და ეხლა მიდი და იმოქმედე და ეხმარე ხალხს მაგრამ ვერ თანხმდებოდეთ იმაზე თუ როგორ ხდება ეს რა ამოცანები იყო დასმული და მიდის თუ არა ამ ამოცანებისკენ ყველაფერი სწორად. უბრალოდ თუ ეს დარჩება საგანგებო დონეზე ერთი უნდა იტყვი რა შედიოდა რო შედიოდა მეორე იმას იტყვის. რა თქმა უნდა იქ მსჯელობა რთულია. მაგრამ არის რაღაცა ფაქტორები, ხო, მაგალითად იყო თუ არა საუკეთესო მომენტი ეხლა, თქვათ მე კი ვფიქრობ რომ კი სწორი მომენტი იყო აბსოლუტურად თქვათ ანუ არ ვამბობ რომ არ უნდა შესულიყო. მაგრამ ხო შეიძლება რომ ვერ თანხმდებოდეთ რაზე იცი? კი, უნდა შესულიყავი, მაგრამ როგორც ხდებოდა ეს ეგ შეიძლება ამას შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. ეხლა არ ვიცი უკვე რა სიტუაციაა, იმიტომ რომ მე პირადად ეხლა უფრო ადამიანური თვალსაზრისით ხალხი მეწოდებოდა და ცოტა მეც ვიყავი რაღაცნაირად ნაწყენი ტრამპზე რომ რა მაშინ ნუღა ეუბნები რომ გადით და დაამხეთ და რაღაცა როცა იცი თუ რამდენად დიდი უპირატესობა აქვს იმათ. როგორ უნდა მომხდარიყო რანაირად. მან კიდე ის პრობლემაც არის, რა ქვია, გია რომ ეს ფაჰლავი არ არის კაი კანდიდატურა იმისათვის რომ ირანი გაერთიანოს. ფრაგმენტირებულია ძალიან ოპოზიცია. მეო რაო კაცო, მეო მარცვა პირეფო, მეო კაცო იქო რომ პრეზიდენტი კი არა და მე გავხდეო, ანუ ჩემთვისო რომ მნიშვნელოვანია რომ უბრალოდ არჩევნები შედგეს და ხალხმა მოიპოვოს. იქ არიან აზერბაიჯანელები, რომლებიც უამრავი არიან და ერთი კაცი არ გასულა, მე მგონი ამ ამბების დროს ხალხთან ერთად არ დამდგარა და არ გაუპროტესტებია. არა ეს ესენი უკვე რეგიონები ის არიან, ანუ იმდენად როგორ გითხრა პრეზიდენტის აზერბაიჯანელი ხო 8 მილიონი არიან თან და რისი თქმა მინდა იცი რომ არის ხო 25 და წარმოიდგინე ახლა ამათ ყველას სხვადასხვანაირები არიან ამ ხელა რეგიონები ამათ გაერთიანება კანდიდატურა ეგ კი არა აგერ მადურო რო წაიყვანეს ეთნიკური სიჭრელი არის კი ეთნიკური სიჭრელი არის ჰუმანური თვალსაზრისით ნახე როდესაც მე თქვათ ვენესუელაში მცხოვრები ადამიანები მეწოდებიან რომ რას გადიან და ამ დროს ყველაფერი მთავრდება იმითი რომ მადურო წაიყვანეს და კი ბატონო ახლა ერთობლივი წვნები გააკეთეს ვენესუელა და ამერიკა ხო ერთობლივი წვნები ვენესუელა და ამერიკისთვის გაიგონა ეს უკვე დიდი მიღწევაა და კუბაზე უცებად გადავა ეს ამბავი მოქმედებს ავტომატურად და ასე შემდეგ. მაგრამ რიგით ადამიანებს, მაგიტომ ამბობ რა, რიგითი ადამიანი, რომელიც არ ხარ პოლიტიკოსი და შენი მაინდსეტი არ არის პოლიტიკოსის, რა თქმა უნდა, თანაგზნობა გიჩნდება, გინდა ირანიელი იყოს, გინდა ვენესუელელი, რომ ესე იგი თქვენ ისევ დაალაგდით ბიზიკო ერთმანეთში და ეს ხალხი კიდე ისევ ტანჯვა და ვაებაში, მაშინ რა აზრი ქონა ამ სხვერპს, მაშინ რა აზრი ქონა ამდენი ადამიანის სიკვდილს და ასე შემდეგ. ისევ და ისევ ამით იმის თქვა მინდა, აი რაც აქ ხდება ხოლმე საქართველოში ზუსტად იგივე გლობალურად იგივე პრეტენზია მაქვს. ბიჭო, არა, შეიძლება ესეც იყოს და შეიძლება ისიც იყოს სიმართლე. ანუ შეიძლება მე თქვათ ვაკრიტიკებდე რაღაცას ან რატო შევიდა, ან რატო არ შევიდა, მაგრამ არგუმენტები მქონდეს ამაზე. ესე უკიდურესად დასმა არ შეიძლება საკითხის. კი, შევიდა. კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ვაკრიტიკებ იმაზე, მე რასვლებიც გაკეთდა. ოკეი, გიპასუხ ხო? პირველი, საერთაშორისო პოლიტიკა არ არის ვარდისფერი, ნაცრისფერია, სამწუხაროდ. მაგრა გვინდა რომ იყოს ვარდისფერი, მაგრამ არ არის. არის ნაცრისფერი. ძალიან რუხი და ძალიან პირქუშია. მეორე ხა ჩვენ შეუძლებელია მორალურად არ იყო იმ ადამიანების მხარეს, რომელსაც რეჟიმი ესურის. შეუძლებელია ადამიანურად, ნუ აი როგორ მაშინ არ ახარ ადამიანი თუ არანაირი თანაგზნობა და არ გიჩნდება მხარდაჭერის სურვილი, ხო? მაგრამ ერთია, როდესაც ჩვენ მსჯელობთ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და მეორეა, როდესაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები პოლიტიკოსს. ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, მას გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ირანთან მიმართებაში ტრამპს უნდა გაეთვალისწინებინა ბევრი ფაქტორი. ნუ დახმარება გზაშია, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე შეიძლება დაგეხმარო ერთ თვეში, იმიტომ რომ მე მჭირდება სამხედრო შეიარაღებული ძალების შესაბამისი რაოდენობის მობილიზაცია შენს რეგიონთან. ნუ არა მაქვს ეხლა ძალები, ანუ რა გავაკეთო, ხო? ამას დრო ჭირდება. მოვიყვანო ვიღაცეები შენამდე, ხო? ერთი, მეორე უნდა გავითვალისწინო შენს გარშემო რო ქვეყნები არიან და ჩემ მოკავშირეებად ითვლებიან.
იმათი პოზიცია, იმიტომ რომ მე რო დარტყმას დავიწყებ ყველა ვარიანტში შენს უპასუხებ და მე კი ვერ მომწუდები, მაგრამ იმ ჩემს მოკავშირეებს კონსერვატული სუნიტური რეჟიმები რო არის იქ რეგიონში, რომლებსაც შენ ისედაც კონკურენტად განიხილავ, ხო? იმას ხო უეჭველი დაუშენა რა. და ეხლა იმათ უნდა იმიტომ იქ ჩემი ბაზებია. საუდის არაბეთის გულისხმობს. საუდის არაბეთი, ემირატები, ბაჰრეინი, კუვეიტი, ყველა, ესენი ყველა გასათვალისწინებელია, ხო? აუცილებლად. გასათვალისწინებელი ფაქტორი არის თურქეთი. რომელიც ახლა სახელმწიფო, რომელიც ასევე ჩემი პარტნიორია. და ასევე კონკურენტად აღიქვამს ირანს. ფული ურთიერთობები მაქვს, შეიძლება დღეს, მაგრამ მის გარეშე მე იქ გამიჭირდება, ხო, რაღაცა რა, ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს თურქეთს და ეხლა მე ვერაფერს გავაკეთებ იქ, თურქეთი წინააღმდეგ იქნება, იქ გავაკეთო ისეთი რაღაცა, რამაც შეიძლება მომავალში მისი ინტერესები დააზიანოს, ხო? მე უნდა გავითვალისწინო ამავდროულად კიდე რას აკეთებს, თქვათ, რისი გაკეთების თავი, რუსეთს არაფრის გაკეთების თავი არა, გასაგებია, კასპიის ზღვით ესაზღვრება ირანს, მაგრამ რისი გამკეთებელი არის, თქვათ, ჩინეთი, ხო? მე უნდა გავითვალისწინო ამავდროულად ისიც იქ კიდე სხვა მეზობლები რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თქვათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ხო? ბევრი ფაქტორი ფრაგმენტული ოპოზიცია, მე ვერავნაირად არ არსებობს ირანში, ხო? ისრაელი, იმიტომ რომ ისრაელი იმ 12 დღიანი ომით გადაღლილია და არ ვიცი ახლა რა ფორმაშია, ხო? ამედენი რაღაცის გათვალისწინება მჭირდება. საზოგადოებრივი აზრი ჩემ ქვეყანაში, იმიტომ რომ მე მოვედი და შუალედური არჩევნები, რომელიც ახლა მე მეორედ მოვედი ხელისუფლებაში, მეორედ ამირჩეს პრეზიდენტად, რა თიქეთი თქვა, რაზე ააგო მთელი კამპანია, რომ მე ომი არ მინდა. მე 8 ომი გავაჩერე, მე მე-9-ს გაჩერებას ვაპირებ და უცებ მე თვითონ შევდივარ სადღაც, საკუთარი ამორჩეველი და საკუთარი ამორჩევლის აზრი, საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. რესურსები, ხო, ახლა ამდენი რაღაცის გათვალისწინების მერე მაინც ვერ გაუძლო მორალურ წნეხს და შევარდა, ხო? ეხლა ვამბობთ ამოცანები, რა ამოცანები ქონდა? ამოცანები შეიძლება არსებობდეს დასახული, მაგრამ ომის მსვლელობის დროს ისინი შეიცვალოს. არასდროს, როცა ომი იწყება, შენ არასდროს არ იცი სინამდვილეში რა ფინალი, იმიტომ რომ გზაში რაღაცეები გეცვლება. ეხლა მთელი ელიტა, ხო, ფაქტობრივად გაუნადგურა, ხო? ნახეთ, მაგალითად პრეზიდენტი დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრი დატოვა, რატომ დატოვა? დატოვა ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ამ მოლების კონტროლის ქვეშ არ არის. პოტენციურად დაიტოვა მოლაპარაკე, ვის ველაპარაკომე, ლეგიტიმაცია ვის აქვს, ვისაც შეიძლება ველაპარაკო. ბევრი რაღაც გააკეთა. ძალიან ბევრი ფაქტორი, ამიტომ თქმა იმის, რომ რაღაც ისე მაინც ეხა ეს რაც ყველაფერი რა ჩამოთვალე. ეგრეა, მაგრამ მე გიხსნი რომ რიგითი ადამიანის ამბიდან რთულია ყველა მიფიქროს ამ ფაქტორებზე. მაინც ეს რიგითი ირანელი რატომ არ არის ქუჩაში დღეს, ხო? ჩემთვის მაინც ეს არის, ესე იგი ეშინია. შენთან ის მაგის 2% არ მოხდა და აქ არ არის და იქ წარმოიდგინე 50000 კაცი მოკლეს და ყველა მომენტში რომ გავად, იგი დაბრიდა ნიცის რომ ვერაფერს ვეღარ იზავს და თან კიდე ამ დროს იცის რომ ამერიკასაც ფლატეგრი არ აქვს, რომ ეხლა შემოვიდა და იქ ორ დღეში რამე გააკეთოს, არ აქვს. ამიტომ მე ახსნას ვცდილობდა, მე მგონი რომ რა ახსნასაც მე ვპოულობ, მე მგონია რომ ესეც არის, შეიძლება არ არის ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ახსნა რომ ესეც არის, მე ამაში ვარ დარწმუნებული. ხო, ვენესუელა. ხო, ეხა ვენესუელა. ვენესუელაში როგორც გააკეთა და რაც გააკეთა. მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა მქონოდა ვენესუელის ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც წარმოადგენს მარია კორინა მაშადო, ის ქალბატონი, რომელიც რეალურად არის ნობელის პრემიის ლაურეატის გუნდთან ქონია ურთიერთობა. პოტენციურად ის ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ, თუ მაშადო ხდება პრეზიდენტი, ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრად. როცა მასთანაც მისაუბრია, საინტერესო საუბარი იყო, მასთან საუბრობდი იმაზე, რომ თქვენ რა გამოსავალს ხედავთ, ჯერ ეს ამბები არ იყო მოხდარი, მადურო ისევ იქ არის, ეს ხალხი დევნილობაშია, მაშადოს ადგილსამყოფელი არ ვიცით, მაშადოს ჯერ ნობელიც არ აქვს, მოკლედ ამ ვითარებაში, რომ ჩემი საუბარი რაზე იყო, რომ თუ სიტუაცია იცვლება ვენესუელაში, რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ თქვენ აფხაზეთის აღიარება წაიღოთ უკან.
მე როცა აქ შევცვლი სიტუაციას და იქ სიტუაცია იქნება შეცვლილი, ასე დროს რას ვაკეთებ? ანუ როცა ესეთი რეკორდი გაქვს, გაგიჭირდება რომ ეს შეცვალო? როგორ შეიძლება მე ვთქვა დაგეხმარო რომ შენ ეს გადაწყვეტილება შეცვალო? მე ეს მაინტერესებს. ანუ ველაპარაკები იმ ხალხს, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს ვენესუელას ხელისუფლებაში და მეც თუ აქედან რუსები გავისტუმრე, ხო? მაშინ რა უნდა გავაკეთო მე იმისთვის, როგორ შეიძლება ჩვენ ისე დავლაგდეთ, რომ შენ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღო, იმიტომ რომ ეს აღიარების უკან წაიღება არ იქნება არც ერთ შემთხვევაში ადვილი, ხო? ანუ მე ვამზადებ წინასწარ ნიადაგს, რომ ვენესუელას უკან წავაღებინო აღიარება, ხო? აი ეს საუბარი გქონდა და რომ საუბრობდით, იქიდან მე რაღაცა გაკვეთილე, რაღაცა დასკვნები გამოვიტანე რა. მათ შორის დასკვნა გამოვიტანე ის, რომ ეხლა ისეთი ცვლილება, რომელიც იქნება რადიკალური ცვლილება ვენესუელასთვის, არის შეუძლებელი. 8 მილიონი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩავესი მადუროს რეჟიმს, გარეთ არის გასული. ანუ დღეს რო რაღაცა რადიკალური გააკეთო ვენესუელაში, ხო? ისევ შეიძლება რეჟიმი დარჩეს. საჭირო არის რაღაცა გარდამავალი პერიოდი. ეს გარდამავალი პერიოდი რო შეიქმნას ძალიან რთულია და ეს მოახერხა რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ მადუროს ჩამოაშორეს მისი ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ძმაც ერთ-ერთი მთავარი ჯალათია ვენესუელაში, ხო? ნარკოკარტელების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, კიდე მათთან ეს როცა უკვე ლაპარაკობენ არჩევნებზე, ლაპარაკი მიდის არჩევნებზე, მას შემდეგ რაც იქ სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ ხალხი უკან ბრუნდება. ბევრია ამერიკაში, ბევრია კოლუმბიაში, ამ შეერთებულ შტატებს გულისხმობ. გენიალური სვლებია გაკეთებული. ანუ ეხლა ვენესუელაში რასაც აკეთებს, ხო? ეხლა ჩვენ გვინდა რომ ვენესუელაში უცებ, ანუ დიქტატურიდან, რომელიც იქ 26 წელია, ხო? უცებ გადავხტეთ და იქ იდეალური დემოკრატია, რომულო ბეტანკურის დემოკრატია დავამყაროთ. ეგ არ გამოვა, რასაც იქ აკეთებს სწორია. მე შემდეგი აბსოლუტურად სწორია, მეუბნება, კუბელიც იგივე ამბობდა, რომ კუბაზე რო შეიცვალო სიტუაცია, გავლენა არ ექნება არაფერზე და ვენესუელაში შეცვლილი სიტუაცია ეგრევე გავლენას იქონიებს კუბაზე. ნახე რა ხდება კუბაზე ახლა, ხო? ვინ იცავდა კაცო მადუროს? 30 კუბელი ჩაასვენეს. კუბა დადგა რიგში. შემდეგი კიდე იცი ვინ იქნება რიგში? ნიკარაგუა, სადაც იქ პუტინის ძმაკაცია, SSR-დან მოყოლებული რო ტიპი ვიცი, დანიელ ორტეგა. ნიკარაგუა, ვენესუელა აღიარებს აფხაზეთს. ეგენი არიან რუსეთის მოკავშირეები, ხო? ჩვენ კუბაზე დავასწარით და საელჩო გვაქვს და ეს მაშინდელი ადმინისტრაციის სწორი ნაბიჯი იყო რა, ამერიკელებს კი არ მოეწონათ ეგ. ვის მოეწონება კუბაზე, რომ ამერიკელების მოკავშირე რო ხარ და კუბაზე საელჩოს ხსნი. ხო არ მოეწონება, მაგრამ აუხსენით, გავაგებინეთ და მე რაღაც მომენტში საერთოდ ჩუამავლები ვიყავით მათ შორის. ანუ ეს იყო წინა ადმინისტრაციის, კაცო დიპლომატიის და ხა ეგრე არ არის, შედეგი იყო ეს რა, ძალიან სერიოზული. აი მე ჩადგნენ ესენი ეს ქვეყნები ვენესუელას მე ჩადგნენ რიგში. ანუ ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ ეხლა ერთ დღეში ერთ ღამეში დემოკრატია დამყარებულიყო, აი ვერ იქნება ვენესუელა, უნდა გავითვალისწინოთ რა მდგომარეობა არის მიწაზე. რასაც აკეთებს ვენესუელაში, სწორად აკეთებს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში წააგებენ და ჩვენ წავაგებთ. იმიტომ რომ იქ ეხლა რო არჩევნები დანიშნო, ხო, ხალხი ქვეყნიდან არის გასული. იქ რო ეხლა შენ არჩევნები დანიშნო, არ გაქვს წინაპირობა დემოკრატიული არჩევნებისთვის. იქ რო ხა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ტიპებსაც ვიღაცა მხარდამჭერები ყავდათ, ბენეფიციარები, ფულს აძლევენ, ყიდულობენ, აშინებენ. როგორც ირანში კაცო, იქაც როგორც საქართველოში, როგორც ირანში, როგორც ყველგან ავტორიტარულ რეჟიმებში ესე არ არის, ხო? ანუ რასაც აკეთებენ, ჩემი აზრით ძალიან რაციონალურად აკეთებენ. და ეხლა ჩვენთვის რატო არ რჩება დრო, ის არის მისი სამეზობლო. ამ ეროვნული უშიშროების უსაფრთხოების კონცეფციასაც თუ ნახავ, დასავლეთ ჰემისფერო არის მისთვის პრიორიტეტული ამბავი და შენს ქვემოთ ხარ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს გიყურებს რა, 35 წელია გეხმარები. გადმოდე კი და ცოცხალს და მკვდარს მაგინებ. ხო? ანუ ესა ვეღარ გავიგე 35 წელია კბილებით მიყავი ხარ, ხო? იქა იმასთან მჭიდაობ, ამასთან მჭიდაობ, რაღაცად, მაინც კიდე მე მაგინებ რა. 35 წელი შენ ვერ გააკეთე სახელმწიფო. 35 წელი ინსტიტუტები ვერ შექმენი. შენი დამოუკიდებლობის, რომელ მეოცე თუ რომელი წლის თავის გამოდიოდა
პრორუსია აირჩიე, მე ხო არ გამიკეთებია ეს არჩევანი, ბოლოს და ბოლოს ხო შენი გაკეთებული არჩევანია. მე რატომ თხოვ, რომ რატომ უნდა ვიყო უფრო მეტად ჩარეული შენ საქმეებში, ხო? ანუ აქედანაც შევხედოთ, აბა ამერიკელების თვალით შევხედოთ, ხო? ანუ ერთმა ამერიკელმა ერთი ორი კვირის მაგაზე პასუხი ობამას ადმინისტრაციის დაშვებული შეცდომებია და ბევრი ხო, ეხლა იმის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რომ სხვა ქვეყნის ადმინისტრაციები ვაკრიტიკოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც იქ დადგება, რა მოცემულობასაც იქაური ხალხი დააყენებს. ჩვენ არ ვაძლევთ ხმას არსად. ამიტომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია, როცა რომელიმე სახელმწიფოს ლიდერს ხმამაღლა ქართველი პოლიტიკოსები გამოდიან და აკრიტიკებენ. არაფრით არ შეიძლება. ვიღაც ეხლა აკადემიიდან ვისაც უნდა ყველას ეხება. აკადემიიდან ვისაც უნდა რაც უნდა ის დაწეროს. ისე კი არა იმაზე რა ქვია, ტელევიზორში კი არ ილაპარაკოს მარტო. დაწერე და დაასაბუთე და არგუმენტები დადე რა გინდა. ხო? ეხლა შენ თუ ისახა რა ქვია, რაღაცა მიმართულების რომელიმე თეორიის ოკეი, კი ბატონო, გავიგებთ ამას, მაგრამ პოლიტიკოსების ეგ შეცდომაა რა. ანუ მე პირადად ორბანის ადმინისტრაციის, ანუ მე უნგრეთის ერთხელ მეგობრობდი, არ დამიმალავს არასდროს რა. და ჯერთი მე ჩემი საქმე ეგ არის რა, დიპლომატებთან უნდა მქონდეს ურთიერთობა, ხო? ანუ მე არ ვირჩევ იმას და ეხლა დიდი ტიპები რო ჩხუბობენ, მე არ შევარდები იქ შუაში რა, არ არის ეს ჩემი საქმე რა. მე ვიღებ იმ მოცემულობას, რაც არის. ეს მოცემულობა და ამოვდივარ იქიდან. თუ პოლიტიკოსი ხარ, ეგრე უნდა გააკეთო. პოლონეთმა ბოლო 20 წელი ამერიკის სიმაზეა. საერთოდ ყოველთვის ეგრეა რა. ბალტებს რატო არ აქვს პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციასთან? პოლონეთს რატო არ აქვს პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციასთან? ხო, ეხლა ვიღაცას რაღაცა მოწონს, ვიღაცას ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებიც მით უმეტეს ეხლა იმ სიძლიერის ქვეყანა რო ხარ, რაც არის საქართველო, ხო? ვერ იმას იზამ რა, ვერ გადახტები რა იმაზე მეც ვიდრე შეგიძლია გადახტე. ხო, ამიტომ იღებ იმ მოცემულობას, რაც არის და ამავდროულად იწყებ იმის ანალიზს და იმის ახსნას, როცა ვიღაცა ისე იქცევა, როგორც იქცევა, ამას რა განაპირობებს, რა დგას ამ ქცევის უკან. მე იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს, რომლებიც ტრამპის გარემოცვაში არიან, რატომ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებენ, რა არის მათი პრიორიტეტები. თუ ვიცი, აი ეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია თუ ვნახე და გავარკვიე რა არის პრიორიტეტები, მაშინ ჩემი ამოცანა არის იქნებ მე მოვერგო ამ პრიორიტეტებს. ერთი თემა ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ეხლა ჩვენი ეს კონკრეტულად ირანზე, ვენესუელაზე და ასე შემდეგ საუბარი ეს არ ყოფილა მხოლოდ რაღაცა დაიჯესტი მიმდინარე მოვლენების ან მიმოხილვა. ეს მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჩვენ გვიყურებს, იგივე ადამიანები, რომლებიც თუნდაც ამ სფეროში აპირებენ, რომ გააგრძელონ მომავალი დიპლომატები არიან ან ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხა რასაც საუბრობ, იმიტომ რომ მათ აქედანვე უნდა იცოდნენ ის თამაშის წესები და გარკვეულწილად ის კრიტერიუმები, რითიც უნდა იხმძღვანელონ რა. და აი ამ ჩვენ ეხა შერაც ისაუბრეთ ტრამპის ადმინისტრაციაზე და გადადგმულ ნაბიჯებზე თქვათ, ხო? მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ მხოლოდ ამ შოუში არ დარჩეს და ამ შოუს მიღმა რაც ხდება, კონკრეტული ნაბიჯები გაანალიზოს, დაფიქრდეს, იმიტომ რომ მომავალ დიპლომატს შენი ეს შეფასება თუნდაც ირანის, ვენესუელის და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზე კიდევ უამრავი შეგვიძლია ვისაუბროთ, უბრალოდ ეხლა რო არ გაგვექცეს თემა. ერთი რამე, შენ ახსენე ძლიერი სახელმწიფო, ხო, ისა პატარა სახელმწიფოები. აი მოდი ავიღოთ ეხლა თანამედროვეობაში, ან თუნდაც ზოგადად, მაგრამ მე ეხლა მაინტერესებს. აი თქვათ საქართველოს ავიღოთ ამ შემთხვევაში. შეუძლია თუ არა მას იყოს პატარა ძლიერი სახელმწიფო და ზოგადად ძლიერი სახელმწიფოებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რაც შენ თქვი, რომ ადაპტირდნენ, მიიღონ მოცემულობები და ამით იხმძღვანელონ მხოლოდ თუ შეუძლიათ პოტენციურად თამაშის წესებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ. ხო, ეს არის აი საერთაშორისო ურთიერთობების კურსის კითხვები, რაზეც ლექციებზე უნდა საუბრობდეთ თუ ამის დრო გრჩება. მე ზოგადად პატარა სახელმწიფო ჩვენ ეს ამოღებული გქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ იყოფიან პატარა და დიდ სახელმწიფოებად. ყველა სახელმწიფო თანასწორია საერთაშორისო სამართალთან. როცა ჩვენ ვამბობთ პატარა სახელმწიფოს, ჩვენ ეხა იმის მიღმა ეს ის არის რა ქვია, პოეზიის მიღმა პროზაც არსებობს, ხო? და პროზა ის არის, რომ ხო, სახელმწიფოები ან ძლიერები არიან, ან სუსტები. სინამდვილეში როცა ვლაპარაკობთ პატარა ან დიდ სახელმწიფოებზე, გულისხმობთ
მის ძლიერებას სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს, სხვადასხვა კომპონენტებია. გეოგრაფია შეიძლება იყოს ძლიერების ფაქტორი, იმიტომ რომ გეოგრაფია შეიძლება დაცული იყოს ზღვით, მთით, ვერ გიტევენ და ეგ უკვე უპირატესობაა, ხო? რესურსები გქონდეს ბუნებრივი, ხო? რაც ასევე უპირატესობაა, ხო? ჩვენ რესურსია ოქრო არა გვაქვს, პლატინა არა გვაქვს, ურანი არა გვაქვს, ნავთობი არა გვაქვს, გაზი არა გვაქვს, ალმასი არა გვაქვს, ანუ ყველაფერს რასაც ფასი აქვს და სხვებსაც ჭირდებათ, ეხლა ესენი არა გვაქვს. აბა ეხლა წყალი ყველას აქვს, ხო? ახლა ისეთი გეოგრაფიული მდებარეობაც არ გაქვს, რომ არა ხარა შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია და გერმანია ყავდეს გარშემო. ჩვენ ყავს გარშემო ის სახელმწიფოები, რომლებიც ისტორიულად ყავდა. ეს სახელმწიფოები ადრე იმპერიები იყო, დღეს აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც იყვნენ, მაგრამ აქვთ რევიზიონისტული მისწრაფებები, ხო? ანუ უნდათ რომ ისეთები იყვნენ, როგორებიც იყვნენ წარსულში, მაგრამ ისტორიის დაღმართზე არიან. გინდა რუსეთი, გინდა ირანი, გინდა ოსმალეთის იმპერია აღარ არის, მაგრამ გინდა თქვა დღევანდელი თურქეთი, ახლა დღევანდელი თურქეთი აღარ არის, ხო? ახლა ის რაც ოსმალეთის იმპერია იყო. ამერიკის დაღმავალი იმაზეა, მაგრამ აქეთ მე რეგიონში ინტერესი გაუჩნდა, აქეთ უკვე ჩინეთს, რომელსაც შეიძლება მანამდე არ ქონდა, შეერთებულ შტატებს, რომელსაც მანამდე საერთოდ სახელმწიფო არ იყო მე-18 საუკუნემდე. აქეთ ევროპის კავშირი, როგორც ევროპის კავშირი, ხო, რომელიც ახლა აქეთ შეიძლება აღარ იყურება კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ და გვიან დაიწყო აქეთ, ხო, ხედვა, ხო, ანუ სხვა ქვეყნების ინტერესების გაჩნდა, აი, აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენი გეოპოლიტიკური ნიშა, აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენი უპირატესობა, ანუ აი ის რა ჩვენ შეიძლება მიგვაჩნია, რომ თქვათ ეს არის გეოგრაფიულად აი ყველაზე ისეთ რა არა სახარბიელო, არა სასურველ, არა ყველაზე კარგ ლოკაციაზე ხარ, ხო? გეოგრაფიული წყევლა შეიძლება ესე ჩათვალო, ხო? მაგრამ აი მართლა რომ გადახედავ მე ვთქვა სხვა ქვეყნებს, ხო? რომლებსაც ეხა სამხრეთ კორეას ნაკლებად ცუდი სამეზობლო აქ რო დაფიქრდე, ხო? ანუ ისტორიულად ჩინეთთან დაპირისპირება ქონდა, ისტორიულად იაპონიასთან დაპირისპირება ქონდა, კორეელები არიან წასული და იქ შექმნეს ის ქვეყანა რაც იაპონია, მაგრამ დაპირისპირება ხო ქონდა. აქეთ ცოტა აქეთ წამოხვალ ინდოეთია კიდე სამეზობლოში 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ქვეყანა ყავს, ხო? რა გააკეთა ისეთი ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ, რომ მოახერხეს და აი თქვათ გეოგრაფიული ლოკაცია, რომელიც არ იყო ყველაზე უფრო სასურველი, აქციეს ყველაზე თქვათ სასურველ ლოკაციად, ხო? ჩვენ ეს ვიცით ამ დროს, ან ჩვენ ხომ საგარეო პოლიტიკაში ჩვენი არჩევანი სულ იქნება ეგრისის კრება რო ქონდა მე-6 საუკუნეში, ხო გახსოვს, აი აიეტი და ფარტაძი, ორი პოლიტიკური დასავლელები და ასე ვთქვათ ანტიდასავლელები და ფარტაძიმ თქვა რომ ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითყოფადობა შევინარჩუნოთ, როგორც არ უნდა მიქაროს ჩვენმა მოკავშირემ, ჩვენ მაინც მოკავშირესთან უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, იმიტომ რომ იქ ჩვენ გადავრჩებით როგორც ქართველები. და სხვაგან ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს. სად გადავრჩით როგორც ქართველები, ხო? ხა ვერ გადარჩები რუსეთში, ვერ გადარჩები იქ, ვერ გადარჩები, იმიტომ იქ ყველგან ცხოვრობენ ქართველები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. შეიძლება ისტორიის რაღაც მონაკვეთში გადარჩე უარეს იმ მომენტში უარეს გულისხმობ. იდენტობა შეინარჩუნეს, ის რა ჩვენ გვინდა, ხო? არა, იდენტობა შეინარჩუნეს. ესე იგი, შესაბამისად, სად გადარჩები, სადაც იდენტობის შენარჩუნება ხდება, ხო? ეს არის ევროპის კავშირი, ეს არის ნატო, იქ ყველას აქვს თავისი იდენტობა, ხო? რაც ჩვენ გვინდა, კაცო, ჩვენ ახლა თავისუფლება, იმიტომ გვინდა, რომ რაც გვინდა ის ვაკეთოთ, ხო? ეგ არ არის, ხო? ახლა ლიმიტი აქვს თავისუფლებასაც, ცხადია, ახლა სხვებს არ ხოცავდა რა, რომ შენ როგორიც გინდა ისეთი რომ იყო, როგორი სახელმწიფოც გინდა ისეთი რომ გქონდე, რასაც გინდა რომ მოусმინო, რაც გინდა რომ დაუკრა, როგორც გინდა რომ როგორც გინდა რომ წერო, ხო? რა თქმა უნდა, ხო? ანუ ეს არის, სადაც გინდა რომ ილოცო, ეგ არ გვინდა, ხო? საბოლოო ჯამში, ხო? ხო და ეგ არჩევანი გვაქვს სულ საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ეს არჩევანი, ხო, ხა დამოკიდებული არის კიდე საგარეო ფაქტორებზეც, ხო, ხა ჩვენ ისეთი რაღაცა დაგვემართა მე-15 საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემით, რომ სულაც არ იყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი იმპერია, ხო? დაიკეტა
ჩვენი ქვეყანა დავკარგეთ ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მოვიდა იქიდან ვაჭარი, ვერ მივიდა, პორტში არ შემოვიდა გემი, იმიტომ რომ გემი არ გამოუშვეს და დათა თუთაშხიას ეპიზოდი, სადაც გოგი გეგეჭკორის პერსონაჟი ჩვენ ისტორიულ ფუნქციაზე საუბრობს. ძალიან კარგი მონოლოგი აქვს ხოთა შორის. აი, ახლა ვერ ვიხსენებ ეგეთ. გოგი გეგეჭკორი დგება და აბა სიამონებით მოვისმენ სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი, რომ წიგნში სხვა არის. ვერ უყურებ სერიალებს, უფრო წიგნი ვეცე, კინო და წიგნი უფრო. ძალიან კარგადაა გახსნილი გოგი გეგეჭკორის ის დაახლოებით 8 წუთიანი მონოლოგია, სადაც ის საუბრობს, რომ ჩვენ ისტორიული ფუნქცია დავკარგეთო. ხო და ეს შევიძინეთ, იცი ეს ფუნქცია დავიბრუნეთ, მაგრამ ეხა ის როცა დამოუკიდებლობა აღდგა და ეს ფუნქცია ჩემი აზრით ჩვენ დავიბრუნეთ 1999 წლის სტამბულის სამიტზე იმავე ქალაქში, სადაც ფუნქცია დავკარგეთ და მერე უკვე აი ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ ჩვენი გეოპოლიტიკური ნიშის გაძლიერებაზე მუშაობა, ფიქრი და მიზეზი რატომაც რუსეთი მერე გაგიჟდა და ვერაფერს ვერ გახდა დიპლომატიაში იქით აქეთ აიღო და პირდაპირ ველურ ძალას მიაწვა და სამხრეთს უმართლებს იმით რომ უშუალო გეოგრაფიული მეზობლობა არ აქვს რუსეთთან რა. და იქ რო დაინახა რომ ჩვენ ვითარდებით იმას აკეთებ, ამას აკეთებ და ვერაფერს ვეღარ ხდებოდა, ადგა და ველურ ძალას დაეყნო და პირდაპირ შემოიჭრა. აი ეგ იგივე აქ უკრაინაში რო ნახა რომ უკრაინა რეფორმინდება, რო ნახა რომ უკრაინა არა ერთი სცენარია დასაკვირველია, რა თქმა უნდა. დუგინი არც მალდა ახლა იმას თავისი ინტერესები აქვს და ხო ის თავისი ინტერესებით გამოდის ხო. ხო ეგ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ინტერესებით უნდა მოძრაობდეთ და ჩვენი ინტერესი ზუსტად ის არის რა, ჩვენი ინტერესი არის რომ აი ფარტაზის არჩევანი დავაყენოთ. ეგ არის ჩვენი ინტერესი და ცხადია ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ, ხო? აი არ ვიცი შენ ანახილებ თუ რა უნდა აკეთოსო აი ეს ჩვენი სიძლიერის ქვეყანამ უნდა იპოვოს თავისი გეოპოლიტიკური ნიშა, უნდა იპოვოს ის წერტილი, სადაც ის საინტერესო იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის, თორემ თუ არ ახარ საინტერესო, ხო? ნუ მერე შეიძლება მივიწყებულის დარჩა. ხო არა, აუცილებელია რომ შენ როცა ისეთ გარემოში ხარ, სადაც აი ეს მგლები და აქ ახლა შენს მიმართ ინტერესი ადვილად შეგჭამენ, ხო? ეგ არის ხო დიდი პატარა შემს ყოველთვის და ამიტომ ჩვენი ისტორიული ფუნქცია კარგად უნდა ვიცოდეთ და მე საერთოდ რა თქმა უნდა მე გონია რომ მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, იმხელა კულტურის ხალხი ვართ და მართლმადიდებელი ხალხი ვართ თუ შესაბამის პირობებში ვართ და გონია რომ თავისუფლად შეიძლება მსოფლიოს ისტორიაზე ჩვენი გავლენა მოვახდინოთ კაცო და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონტრიბუცია გინდა კულტურულად გინდა ისე ისედაც გვაქვს მაგრამ მომავალში ვიძახ რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ეხლა ისეთ რაღაცებს ამკვიდრებენ ნახეთ სამშობლო აქვს ბევრ ხალხს მაგალითად ქურთებს რომლებიც ჩვენზე გაცილა 10-ჯერ მეტნი არიან, ხო? 40 მილიონი ქურთი მაინც კომპაქტურად ცხოვრობს თან, ხო? მაგრამ არ აქვს სახელმწიფო. სამშობლო მათაც აქვთ, სახელმწიფო არ აქვთ. ჩვენ სამშობლოც გვაქვს და სახელმწიფოც გვაქვს. ჩვენ რასაც უნდა გაუფრთხილდეთ, ეს არის სახელმწიფო. თორე თუ დაგვიპყრეს, სამშობლო ისევ გვექნება, ეს მიწა ისევ იქნება ჩვენი სამშობლო. სამშობლო იმ ქართველსაც აქვს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. სამშობლო ჯონ მალხაზ დავით შალიკაშვილსაც ჰქონდა და იცოდა ვინ იყო, იცოდა რომ ქართველი იყო და იცოდა საიდან იყო. სამშობლო მათაც აქვთ, ვინც ახლა უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ მათ ისინი ცხოვრობენ სხვის სახელმწიფოში. ის არ არის ხანდახან თავისი სახელმწიფო, ხო? ანუ ჩვენ მარტო ის კი არ არის რომ სამშობლო გვექნება, ცხადია. ჩვენ სახელმწიფო უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო დაგვრჩეს. და აი ეხლა ხშირად გაიგონებთ ხოლმე, რომ სამშობლოს არა სახელმწიფო ამოიღეს ლექსიკონიდან და სულ გელაპარაკებიან სამშობლოზე. სამშობლო შეიძლება კონდეს, მაგრამ არ იყოს თავისუფალი. ჩვენ თავისუფალი სახელმწიფო გვინდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავისუფალი სახელმწიფო შევინარჩუნოთ. აბსოლუტურად გეთანხმები. აი ხარახან ბოლოსკენ ვართ მე ერთ რეკომენდაციას მოგცემთ, ვინც გვიყურებთ. შენ თუ ნახე, შენც ნახე, მაგრამ უფრო მგონია რომ მათთვის იქნება მნიშვნელოვანი. მეგონი ვიტალი პორტნიკოვი და ლატინინას, ეგეთი რუსი ისტორიკოსი ქალია, დედამისიც ისტორიკოსი იყო და ну ეხა ეს ლატინინა უკვე იმასთან ერთად ის არისტოვიჩთან ერთად და რაღაც კიდე ცალკე მარაზმი პოდკასტია. პუტინისტურ ტალღაზე. არა, ნახე როგორია ლატინინას აქვს თავისი სენტიმენტები რუსეთის იმპერიალიზმზე და უნდა, მაგრამ ხდება ემოციური ბმა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმასაც ხდება, რომ დროც იცვლება და ვეღარ გამოვა, თორე უყვარს ეგ ამბავი რა. მაგრამ
მაინც გონია რომ შინაგანად მაინც ეგ ტიპია და პორტნიკოვი რომელიც უკრაინაში ძალიან კარგი ჯერ ძალიან კარგი ისტორიკოსია და წლებია უკვე ამ თემით არის დაკავებული და ასე შემდეგ და მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო დებატები. აბსოლუტურად გაათახსირა პორტნიკოვამ ლატინინა, იმიტომ რომ საუბარი მიდიოდა ეს ჩემს ყველა ქართულმა უნდა ნახოს რომ თქვენ რო იძახითო რომ ეს მოძმეერი და ხო რო ჩვენ ფეიგიდან ხო მაგრამ იქ შეიძლება რა YouTube-ს ფუნქცია აქვს შეიძლება გადაიყვანო ინგლისურ იმაზე რა და ნახე იქ მაგაზე მიდიოდა და მაგას უხდიდა პორტნიკოვი რომ ეს არ არის ძმებთა შორის ომი იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ ანუ ჯერ ამიტომ ამბობ ხოლმე რომ მსჯელობენ ხოლმე აქ რაღაცა ჩემ მეგობარი ლაპარაკობდა რომ დაასიეს ერთმანეთს ბიჭო მეთქი გოლოდომორი არ გაგიგია შეკაი ადამიანო სტალინის რეპრესიებზეც რო არ გაგიგია რა მოხდა მანამდე აღარ ვიძახი კაცო მიიტაცა მონღოლური მანამდე აღარ ვიძახი იმან მიიტაცა ხო მოსკოვმა მიიტაცა კონფლიქტამდე წინაპირობა ხო უნდა იცოდე და ძალიან კარგად უხსნიდა პორტნიკოვი რომ თქვენთვის ჩვენ ყოველთვის ვიყავით ხოხლები რომ მარტო ძიძებად რომ გამოდგებოდით თქვენი შვილებისთვის რომ ბორში გვეჭმია თუ ვინმე უკრაინელი ხდებოდა წარმატებული ან იმპერიაში ან საბჭოთა კავშირში მხოლოდ მას შემდეგ რაც მის იდენტობაზე ამბობდა უარს ანუ იდეაში უკრაინელი იყო მაგრამ სისტემაზე აი ცნობიერებით უნდა ყოფილიყო რუსი ასე ვთქვათ ხო იმიტომ რომ სხვანაირად ვერ და აი გოგოლის და კიდე 1000 მაგალითი იყო და ძალიან კარგად შლის ეს კაცი ძალიან გასაგებ ენაზე ლაპარაკობს და ნუ ამ საინფორმაციო ომის დროს ესეთი შინაარსიანი პოლემიკა და ძალიან კარგი მოდერატორია ფეიგინიც და ისეთი კარგი სანახავია და ისეთი უარგუმენტო ნუ ფაქტურად თუ აი გააცამტვერა რატომ იმიტომ რომ მართალი იყო არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული სკილსეტი აქვს დებატების უბრალოდ მართალი იყო ასე ვთქვათ რა და ძალიან საინტერესოა და ჩემი აზრით თუ არ დაგეზარებათ აი ჩაწერეთ რა ვიტალი პორტნიკოვი და მე მგონი ანასტასია ლატინინა თუ არ ვწდები და იულია ლატინინა და ჩაწერეთ აუცილებლად და ნახეთ მათი ეს ჯახი ძალიან სასარგებლოა მეგობრებო და ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოს ძალიან დიდი მადლობა გია დღეს რომ მოხვედი მადლობა მოწვევისთვის 1-3 საათი რო ჩვენ კიდევ ვისაუბროთ ამიჯერე არც მე დავიღლები და არჩე მაგრამ ფორმატია მადლობა და იცი რა არის აი რაღაცნაირად მინდა რომ აი კარგია რომ ეგეთი საუბრების დროს მეც ვიზრდები და ამავე დროს კიდე აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებს შეეხე შენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკა რა არის საერთოდ და როგორ კეთდება პოლიტიკა რა ინტერესებია და დროები კი აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის იმედია რომ თქვენთვისაც სასარგებლო იყო და როგორც ყოველთვის თქვენი სტუმარი ვინდათ იყოს ისიც დაწერეთ კომენტარებში თქვენ მოსაზრებებსაც მოვისმენთ თუ იმეს რამე შენიშნა გაქვთ ან ასე შემდეგ დაწერეთ და თუნდაც დღევანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით და თემასთან დაკავშირებით ვეცდებით რომ მაქსიმალურად გიპასუხოთ აქამდე ცოტა ვერ ვიყავი მაგ ამბავში ჩართული მაგრამ ეხლა აუცილებლად კომენტარებშიც გიპასუხოთ მადლობა გია და იმედია კიდე შევხვდებით მომავალში აუცილებლად კი